მოგესალმებით, შენი პოდკასტი. დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია ხათუნა მზექალაშვილი. თემა კი ეგოს 7 საბურველი. ეპიზოდში საუბარი გვექნება თუ რა არის ეგოს, ესე ვთქვათ, განვითარების სხვადასხვა საფეხურები, როგორი არის ისინი და რა ეტაპებს გადის ადამიანი იმისთვის, რომ მაქსიმალურად მიუახლოვდეს საკუთარ რეალურ თავს და შეიცნოს ის შეუცნობელი, რაზეც გვექნება ჩვენ საუბარი. რაც შეგვეხება ჩვენ და თითოეულმა ჩვენგანმა ჩაიხედოს საკუთარ თავში ბოროტების ფესვის საპოვნელად და ძირიანად ამოგლიჯოს იგი საკუთარი გულიდან. ის ამოიგლიჯება, თუ კი მას შევიცნობთ. მაგრამ თუ მის მიმართ უმეცარნი დავრჩებით, ის ფესვს გაიდგამს ჩვენში და ჩვენს გულში გამოიღებს ნაყოფს. ის გვიბატონებს, ჩვენ მისი მონები ვართ. ის ტყვედ გვიგდებს, რათა გვაკეთებინოს ის, რაც არ გვსურს და რისი გაკეთებაც გვსურს, იმას არ ვაკეთებთ. ის ძლიერია, რადგან ჩვენ არ შეგვიცნია იგი. სანამ ის არსებობს, ის მოქმედებს. უმეცრება ყოველი ბოროტების დედაა. უმეცრება სიკვდილს მოიტანს, რადგან ისინი, ვინც უმეცრებიდან მოდიან, არც ყოფილან, არც არიან და არც არასოდეს იქნებიან. მეთანხმები. ო, აი, რაღაც რეზონირდა ეგრევე ჩვენ თემაზე, რაც ეხება ეს ეგოს 7 საბურველი, შენ რაც თქვი, ეს ეგო თითქოს დაუკავშირე ამას სიმბოლურად, რომ მაგ ეგოს შეცნობაზე, ამოცნობაზე და ხო, მოკლედ, პირველი რაც მინდა კითხო, რა არის ეს საბურველი, რას ნიშნავს ეს ეგოს 7 საბურველი და როგორ ახსნიდი ამას, რომ ის რაც ხილავია თავის თავს ავლენს ფორმაში მრავალფეროვნებით. ის არ ხდება მრავალფეროვანი, განსხვავება დიდია. ის ავლენს თავის თავს მრავალფეროვნებაში. რომ გახდეს მრავალფეროვნება, მაშინ სხვადასხვა რაღაცა არსებობს. მაგრამ ის მრავალფეროვნებაში, როცა თავის თავს ახდენს, ის ფორმით დასაზღვრულია თავის ჭეშმარიტი სახისგან. ყველა სახე ის ერთი სახეა, მაგრამ იმ ფორმაში არსი დაკარგულია და თავის თავში საკუთარი თავი თვითონვე უნდა მოძებნოს და ეს საბურველი, რომელიც თავიდან ოქროს, არ ვიცი, ოქროს საბურველია, იცი, მაგრამ ჩვენ რადგანაც ფიზიკური თვალები გაქვთ და 5 გრძნობის ორგანო, და იქ ფსიქიკაში უნდა თავიდან განვითარდეს ის ყალბი იდენტიფიკაცია, რომელიც არ არსებობს. ყალბი მე, რომელსაც ვამბობთ ხოლმე, ეგო არ არსებული. აბა მიდი მოძებნე, ხო? არ არის. ანუ ის უბრალოდ იდეაში არსებული მე არის, მაგრამ იმდენად ძლიერდება და ფესვს იტკავს ყველაფერში, მათ შორის ნერვულ სისტემაშიც, იმიტომ არის რომ მისი ამოძირკვა ძალიან რთულია და ძალიან სასაცილოა, როცა ჩვენ გოგონია რომ ყოველს ეს შემოვლითი გზებით გავაკეთებთ და უცებ რაღაცა საფეხურზე ავხდებით. მე ხდება არასწორი დაჯერების სისტემის, არასწორი იდენტიფიკაციების ჩამოყალიბება სურვილებში და ფორმაში დაკარგვა და ამ ოქროს საბურველს მტვერივით ფენა ედება. ანუ ოქროს საბურველში შენ გულისხმობ იმ ჭეშმარიტ არსს, ხო, რაც არის ფსიქოლოგიურ ენაზე, აი self-ს, რასაც ეძახიან, აი true self-ი რაც არის, ეგოს მიღმა ამყოფი. You know, it's not even true self. It's not self. აი self-ის ტრანსცენდენტული მდგომარეობა ან სტანდარტი. მაგას მიღმა კიდე ესე, ხო? აბსოლუტურად. აი ნესტანდარიჯანს ნახე ასმად შეუძლია რომ ფარდა აწიოს ოქროსი, სადაც იქცის. და ერთ თვალს რომ მოჰკრავს ტარიელი, უსულოდ ეცემა, იმიტომ რომ უცებ ჭეშმარიტების განცდა გაუჩნდა, ხო? იქ ცნობიერება ამ ხელაზე უცებ გამოიღვიძა. ანუ სხივი გაჩნდა, ხედვა გაჩნდა. მაგრამ იმ ფარდას ესე ვერ აწევს სულ ყველა, მარტო ასმათ იწევს, ხო? რატო? იმიტომ რომ იქ თუ დაცარიელებული და გასუფთავებული არ არის ფსიქიკა, უმანკო სუფთა ფსიქიკის გარდა იმ ფარდას ვერან ვერ აწევს. და ვერც გაასუფთავებ, იმიტომ რომ აი სუფიების მთავარი მათი არ ვიცი სწავლება, მესიჯის სწავლებისა რა არის? გულის გაპრიალება. აი ეგოს ფენებისგან, იმ მტრისაგან, რომლითაც მივიწყებული ჭეშმარიტებაა შიგნით. აი ეს უნდა გამოვლინდეს. განა უნდა შექმნა ჭეშმარიტებას როგორ შექმნი, ან ვინ არის იმისი შექმნელი? ხო, უბრალოდ უნდა იპოვო და უნდა გამოავლინო და გაიღვიძო რომ შენ ახარ. და მაგას თავის საფეხურები აქვს.
და რატო ხდება მაშინ ისე, რომ ანუ მაგამდე რომ მივიდეთ, მ. რეალურად უფრო მაინტერესებს, ანუ რატო აქვს ეგოს მაგხლა ძალაუფლება, რომ ეგრე მყარად იდგავს ფესვებს ჩვენში და უნდა რომ იყოს წამყვანი დირიჟორი ამ ორკესტრის, რაც არის ჩვენი საკუთარი თავი, ყველა თავისი შრით. მჰმ. ანუ რატო აქვს ამხელა ძალაუფლება? აი, ესეც ამ რეალობის თამაშის ერთ-ერთი ამოცანა და ნაწილი არის, რომ ჩვენ ისე შევიცნოთ საკუთარი თავი, რომ ამის მიღმა დავდგეთ და რაღაც დონეზე ტრანსცენდირდეთ თუ რაღაც ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომების შედეგი. აი, რა არის საერთოდ? ხო, აი, ვერ ხვდები, ანუ რა საჭირო არის, რომ ეგეთი რაღაც არსებობდეს ჩვენში, რისი მოშორებაც არ დავარქმევდი, მაგრამ აი ესეთი მყისიერი სუყურადღების ცენტრში უნდა კონდეს, რომ არ გმართოს, თორე ხო იმის ილუზორულ რეალობაში გიწევს მე ცხოვრება და შენ აუთენტურ თავს შორდები. ზუსტად. ეხლა თქვენთან რომ 3 წლის ბავშვი მოვიდეს და გთხოვოთ რომ დამალობანა ეთამაშოთ და იქვე თქვენს თვალწინ გაჩუნჩულდეს და ფარდის უკან დაიმალოს. აბა მივიპოვნე და თან არ ჩუმდება. განამარტო იცი? მითაბაშია ეგრე კიდევ, ხო? ხო, ეს ძალიან საყვარელია, მაგარი საყვარლობა, ძალიან ესეთი ნაზი მომენტია, მაგრამ რამდენად საინტერესოა თქვენთვის მისი პოვნა. ის როგორ უნდა იპოვო, რაც არ არის დამალული, ხო? ანუ ეგ პრიმიტიული თამაშია. სიცოცხლის მისტერია ზუსტად მაგაში მდგომარეობს, რომ იქ სერიოზულად საპირწონე მხარე იმ ავის და იმ ჩრდილის უნდა არსებობდეს, რომ სცენარობრივად შენს ცხოვრებას რომ გადიხარ, იქ რეალური სცენარები უნდა იყოს, მოვლენები, პროცესები, ურთიერთობები, რომელიც ისე აღიქმება როგორც ჯოჯოხეთი. აბა სხვანაირად რანაირად რა თუნდა ეხლა მაგას ესე დაგლიტუგლი რაღაცა ესე ადვილად იცით რა არის მე ვერ ვილაპარაკებთ ღმერთის მაგიერ რომ რატომ უნდოდა ესეთი თამაში რომ ჩაიძინა და იმ ძილში შექმნილ ფორმაში შესაბამისი გონების პრიზმაში რო გაიარა დაივიწყა თავისი ჭეშმარიტი ბუნება და აი მიზანი სიცოცხლის სხვა რამე კი არა აქვს აქ რომ მოდიხარ ადამიანურ გამოცდილებაში ხო შენ თვითოულ არხში უნდა მოხდეს იმ ჭეშმარიტებაში გამოღვიძება ანუ ვინ ხარ და რომ გამოიღვიძებ ჯერ ხო მაგას თავის საფეხურები აქვს და რომ გამოიღვიძებ რაშიც ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ აი წამყვანი ბუნება უკვე ესეთ ადამიანში აქ ხედვას და არა ინფორმაციას ხედვას გულისხმობ ნათელი სინათლე უნდა გაჩნდეს შენში ჭეშმარიტებას ვერ ისწავლი სწავლა მაშინ თავრდება როცა მიხვდები რომ ის ვერ გექნება აბა მაშინ რას უნდა დაეღდნო ის უნდა დაინახო ბნელ ოთახში შენ რა განათლებაც გინდა გქონდეს იქსაც ვერ გაიკვლევ როგორი ფორმულებიც გინდა შექმნა წარმოდგენა არა გავს მან მხოლოდ გჭირდება სინათლე და სიცხადე ერთი სხივით საკმარისია და გზა და მიმართულება ჩნდება და თვითონებიც გადადგავ ამიტომ ჩვენ არსებაში ადამიანში როგორც ავარც ჩვენ დიზაინირებული ფიზიკურადაც ფსიქოლოგიურადაც სულიერადაც ფენად იქ ჭეშმარიტებას თავისი ჩრდილები და ბნელი მხარეები აქვს რომ დაფაროს იმიტომ რომ შენ ის აღმოაჩინო და გახსნა და მაგას თავისი კანონები აქვს იმ კანონებს უნდა იმ თამაშის წესებს უნდა გახვე ხო შენსაც ვერ შექმნი არ არსებობს შენსაც თუ შექმნი მაშინ შეეწინააღმდეგები უკვე არსებულს რომელიც სრულყოფილია შენ ბუნების წინააღმდეგ წახვალ და დაიღუპები და თან ბუნების წინააღმდეგ თუ წახვალ ლოგიკას რთავ გარკვეულწილად და თან გონება თან ფიქრობ რომ სიცოცხლეზე დიადი ხარ და უფრო ჭკვიანი ხო და ესეც ხო ეგოს უკავშირდება ანუ ეგ თუ გადაწყვიტე შენმა ეგომ გადაწყვიტა ესე იგი ეგ და ამ შემთხვევაში რა გამოდის აი სინათლის სხივი რაცაც აი ამ რაღაც განდიდებაში შემოაქვს ის სიცხადე და გაბრუნებს ისევ მიწაზე ანუ ეს ხო რაღაც ეგოს
დაპატარავების პროცესთანაც არის კავშირში. რა თქმა როცა უნდა. სინათლე შემოდის, სიბნელე იფანტება, ნელ-ნელა მიდის და მზე პატარავდება. რომ ამოვა სიბნელე სხვა რა გზა აქვს. ის კი არა რომ შეეშინდა და კარგი ცოტა ხანი წავა. უბრალოდ სიბნელე ილუზიური ის არის, რა ქვია, ილუზიური არსებობისა. ის რეალობაში არც არსებობს. ხო, არის. და როცა რეალური ჩნდება, იქ უკვე წარმოსახვითი ქრება. იმიტომ არის რომ როცა რეალური ხედვა ჩნდება სინათლე, იქ უკვე ჩვენი გონების წარმოსახვებს უკვე აზრი ეკარგება და შენი ფიზიკური თვალებით რასაც აღიქვავ წარმოსახვითი აღქმა რაცა გაქვს, ის ისტორიები დაბლაცვია. ის კი არა რომ მოდი რაღაცა სხვა რამეს დავიჯერებ, ეკაც ხო ნებისმიერ რამეს დაიჯერებ და სხვა იდენტიფიკაციაში გადადიხარ, ხო? ყოველთვის დასაზღვრული იქნები. ხო, და ეს იდენტიფიკაცია ხა კაი სიტყვა ახსენე, აი ძალიან ხშირი არის დღევანდელ დღეს, რომ ყველა ჩვენ თავს ვაიდენტიფიცირებს სხვადასხვა რაღაცებთან, ზოგი სქესთან, ზოგი რაღაც პოლიტიკურ მოძრაობასთან, იდეოლოგიასთან, რელიგიასთან, არ ვიცი, 1000 რაღაცასთან და ეს ერთგვარი ეგოს ნაყოფი, ანუ გონია რომ ეგეც ჩამოშლადი არის ეგეთი რაღაცეებიც და მათ მიღმა არის რეალობა და უფრო მაინტერესებს ხო, ანუ უშუალოდ რატო გვინდება ადამიანებს რომ რისი მოთხოვნილება არის რომ ეგეთ რაღაცებს მიეკუთვნოდეთ, ანუ ეს ჩვენი დანაკლისია მარტოობის და რომ არ ვიგზნოთ თავი მარტო და რაღაცა მიკუთვნილობა რომ ვიგზნოთ რაღაცასთან, მაგრამ მე მქონია მომენტები მაგალითად რომ მიკუთვნილობას ვგრძნობდი რაღაც კონკრეტულ იდეოლოგიასთან, მე რაღაც ადამიანთან და ყველაფერი ჩამოიშალ და ეხლა ვხვდები რომ ეხაც რეებზე ვგრძნობ, არ ვარ ზოგ რაღაცას დარწმუნებული რომ ეგეც არ ჩამოიშლება. მაგრამ ხო, რა დგას მაშინ მაგის მიღმა, არ ვიცი, კითხვის დასმაც მიჭირს, იმდენად ისეთი ფართო ის არის. ალბათ კარგი კითხვა, იმდენად რამდენადაც მაშინ დავიწყებთ უკვე საბურავებზე. ხო, აი მე მგონი სწორი იქნება ეგ რო დავიწყოთ, ხო. სწორი კითხვა და დროული პირველი იდენტიფიკაციებია, ხო? იდენტიფიკაციები ძირითადად ეხლა აი ძალიან გლობალურად რო შევაჯამოთ, იქ რელიგია და გენდერი და რაღაცეები რო არ გამოყო, თუმცა კონკრეტულ სიტუაციაში, კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაში, იმ კონკრეტულ დეტალს ვეხებით, იქ სადაც იმას ძლიერი იდენტიფიკაცია აქვს, მაგრამ ეგ იდენტიფიკაცია იმიტომ მაგრდება და იმიტომ შეიძინა, რომ მას იქ სურვილი გაუჩნდა. ზოგადად სულში დაკარგვა არის იდენტიფიკაცია, როცა აი მოსწავლე სურვილში დაკარგვა. სურვილში დაკარგვა. რომ პირველი გაკვეთილი, რასაც მასწავლებელი თუ არ ვიცი, ოსტატი გასწავლის. აი რუმისთან მივიდა ერთი ადამიანი და ეხვეწებოდა, ევედრებოდა რომ მოსწავლე დამიყვანეო და ესე უნებოდა რომ არ შემიძლია გასწავლა. ნუ ის წავიდა, კიდე მოდის, ყოველ წელს მოდის უკან ბრუნდება და ერთხელაც რომ შეეკითხება. რაც გინდაო, ანუ რატომ მიდიხარ, რატო არ შევიდა? აბა ხო მეკითხებითო თქვენო რომ თქვენ მეუბნებითო რომ არ შემიძლიაო ეგო, ვერ გმასწავლითო და შენ უბრალოდ ამას იმიტომ გეუბნები რომ იქ განსხვავება გააკეთო შენს თავსა და შენ სურვილს შორის და თანაც მე როგორ გასწავლო, სწავლება შენზეა დამოკიდებული და როგორ ისწავლი, როგორ შემოვიტან მე იქ სხივს სინათლისას, რამე გაგინათო. თუ ვერ მიხვდი რომ შენსა და სურვილს შორის უდიდესი სხვაობა შენ არ ახარ შენი სურვილი. ხო და იმას ეგონა პირიქით. იმას პირიქით, ხო? ანუ შენს კითხვაზე რომ რატომ ვიქცევით ესე სანამ მეტი არ გვესმის. მაშინ შენ მითხარი როგორ მოვიქცეთ იმაზე უკეთესად ვიდრე გვესმის. ამიტომ იცით აი ომის ერთ-ერთი დამთავრების მთავარი პირობა გაგება იმისი რომ ყველა ადამიანი მართალია. მაგრამ ეგ არაფერს არ აცვლის, ნახე, მართალი ხარ, იქ სადაც დგეხარ, იმდენი იცი, ისეთი ხედვა გაქვს, როგორი ხედვაც გაქვს. 50-ს სხვადასხვა ისა აქვს, რა ქვია, არ ვიცი, სხვადასხვა ხედი აქვს. შენ ერთნაირად როგორ დაინახავ, ხო, მაგრამ იმასაც ხო ვერ უარყოფთ, რომ სადაც დგას ადამიანი, იმას ამბობს. როგორ ეუბნები, რომ მაგას არ უნდა ხედავდეს, რა აბსურდია. მაგრამ მაგას რა საქმე აქვს ჭეშმარიტებასთან? ყველა მართალი ვართ, მაგრამ
ყველანი მაინც მივდივართ ჭეშმარიტებისკენ, იმიტომ რომ ის არ არის 8 მილიარდი მოსაზრება. ერთია, ხო? და თან არასდროს არ იცვლება. და ყველასთვის საერთო არის, აი ყველასთვის. უნივერსალური არის ხო მაგ კი. გაგებითი. აი, პირველი საფეხური, სადაც იდენტიფიკაციები ხდება, თავარი მესიჯი ესეთი ფსიქიკის ადამიანისთვის არის მე ვიმსახურებ და შეგიძლია ნებისმიერი იმითი დაამთავრო წინადადებას. მე ვიმსახურებ კიდევ ერთ ჩიქაღვინოს, მე ვიმსახურებ კიდევ ერთ ნაჭერ ტორტს, მე ვიმსახურებ აი ამ ქალს, მე ვიმსახურებ ამ პოზიციას საზოგადოებაში, მე ვიმსახურებ პოპულარობას, მე ვიმსახურებ გაღმერთებას, მე ვიმსახურებ ღმერთობას, რომელიც არის ყოველთვის მცდარი. და როცა ადამიანს მეტი არ ესმის, ეს არის ნარცისიზმის დონე. და ნარცისიზმი არის ბრძოლა არსებობისათვის გადარჩენა, ეს არის ინფერიორი, სადაც ეგოს სწამს რომ გამოყოფილია და მას დაცვა სჭირდება და ვერ გადარჩება. და თან ემპათიის ნაკლებ არ ყოფნა ცხოვრი ნარცისიზმი, საერთოდ არ საერთოდ არ გააჩნია. არსებობა, ხო? საერთოდ არ არსებობა. და ეგ იცით რა არის, აი ყველაზე ჭკვიანურად ერი მაშინ იქცევა და ერთი დიაზე თანხმდება, აი როგორც თაფლის კეთებაზე ფუტკარი, ხო? ერთი და იგივე სკაში. ჩვენ როცა განვიხილავთ ნარცისიზმის რომელი ფორმები გვაქვს უფრო მეტად ქვეცნობიერში, კოლექტიურ ქვეცნობიერში, ვაღიაროთ და სათითაო ადამიანმა იმაზე ვიმუშაოთ საკუთარ თავში, რომ ყოველღა ნარცისიზმის უამრავი ფორმებია, გესმით და იცით როგორი მნიშვნელოვანი ეგ არის ძაღლის თავი, სადაც არის ისა რა ქვია დამარხული. ადამიანის პრობლემა იმაში გარეთ კი არ არის პრობლემა. ადამიანის პრობლემა ის არის, რომ რასაც გაიფიქრებს იმის ისჯერა, რა იმპულსიც გაუჩნდება იმას მიხვება და ყოველთვის კომფორტისკენ მიდის და სირთულეს გაურბის. სირთულე სხვას უნდა ჰქონდეს, მე არა, ჭირის ზღვის კარებზე უნდა იყოს, მე არა, ჩემთან არა. ხო? არც კი ესმის, იმიტომ რომ ჯერ ახლა ძალიან ადრეა მასთან საუბარი იმაზე, რომ ცხოვრება მისტერიულია და არა ლოგიკური ეს ამას საერთოდ არც კი მოგისმენს. ამიტომ პირველ საფეხურზე ეს არის ბრძანებელი მე. ბრძანებელი ბჭყალებში demanding, ხო, ხო, ასე ხო. რომ ითხოვს, მომთხოვნი მე და მე, ხო? მხოლოდ თავის საჭიროებები აინტერესებს, მხოლოდ თავისი გადმოსახედიდან აღქმული რეალობა აინტერესებს. შენ გეუბნება, შენ რასაც ხედავ, ის არ არის რეალობა. აი მე რასაც ვხედავ, ის არის რეალობა. და ეგ ყველა ურთიერთობაში ჩნდება შვილის და მშობლის, შეყვარებულების, მეგობრების, ხელისუფალსა და ხალხს შორის ყველგან არის. ყველგან ერთი და იგივეა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ყველაზე მეტად რომელი ფორმა წამოიწია ნარცისიზმის. აი მაგალითად ერთს გამოვყოფთ განსაკუთრებულად ჩვენს კოლექტიურ ქვეცნობიერში არის ესეთი ფორმა ნარცისიზმის კომუნალური ნარცისი. კარგის მკეთებელი ტიპები. ოღონდ მათ როგორც ესეთი სიკეთის წვდომა ჭეშმარიტი არსის კი არ ესმით, იმიტომ აკეთებს და იმიტომ ამბობს და იმიტომ მიიღწვის და იმიტომ ეხმარება და იმიტომ უნდა რომ გადაარჩინოს და სულ პასიური აგრესიით, რომ კამერის წინ იყოს და თვითონ და აი ძალიან ხშირად გექნებათ გამოცდილება. პატივმოყვარე ადამიანებიც გარკვეულწილად ეგ არის მათგან მაგ კატეგორიაში, ხო? კი. აი ყველაზე ადვილად მათი გამოცნობა ესე ხდება. აი სადმე შევხვდი და მიესალმე და ეკითხები როგორ ხარ? და უცებ გეუბნება სამყარო როგორ გადაარჩინა და ნუ რა საოცრებებს აკეთებს და რა ვიცი ზოგჯერ იცი მე არ ვამბობ რომ სკილი არ გააჩნია ამ ადამიანს ან განათლება არ აქვს. ზოგს არ აქვს, მაგრამ ზოგს აქვს. მაგრამ ყველაზე ცუდი კომუნალურ ნარცისიზმში ის არის რომ მოусმენ რომელია, როცა კარგ საინტერესო რაღაცას გიყვება, ხო? ისწავლე კიდეც, მაგრამ აი რამე წინადადება რო თქვა 1 საათის განმავლობაში არც ერთს არ დაგამთავრებინე. მაგრამ თვითონ სულ მხოლოდ თვითონლა და იქ რომ კულტურის ნატამალი არ არსებობს და უკვე იცი რომ გრუზინთანა გაქვს საქმე. და იქ უკვე ხარისხი აღარ არის. ის არ იქნება კარგი მოქალაქე. ის არ იქნება ხარისხიანი მეგობარი და ხარისხიანი რაიმე ურთიერთობაში. გესმის,
კულტურა არ აქვს. მას აქვს განდიდების მანია. ხო ისო მე-მეთი არის შეპყრობილი. და მე-მეთი შეპყრობილ ადამიანს კიდე რამდენიც გინდა იშრომოს და ცოდნა ჰქონდეს, ხო? ხედვა არ აქვს სწორედ როგორ წავიდეს და სწორედ როგორ შექმნა საბირწონო იმისი რა ბნელი პროცესებიც მიმდინარეობს, თქვათ, ოჯახში, სანათესაოში, საზოგადოებაში, ქვეყანაში, დედამიწაზე. ხო, ამ ველში რო შემოიტანოს რაღაც ვერავის. დამაბალანსებელი ელემენტები. და თავის skills და თავის ნიჭიერებას და თავის შესაძლებლობას. რადგანაც მთლიანად მორგებულია, რომ ის იყოს აღმატებული და ყველაზე უკეთესი, ყველაზე კეთილი და ყველაზე ჭკვიანი. და არ ესმის, რომ ჭკვიანი მაშინ ხარ, როცა ოთახში ყველაზე ჭკვიანი კი არ ხარ, სხვას რომ უთმობ მაგ ადგილს. ხო. ყველაზე კეთილი, ყველაზე ღრმა სიკეთე იცი რა არის, როცა სხვას უთმობ მაგ ადგილს, სადაც ის შეიძლება რომ კეთილი ხო, იყოს. პირველობად რა მინდა სხვას ხელა დაუთმეო სიკეთეა. ეგეთი ისიც. არა, ნუ იქ ხო სიკეთეა სხვას დაუთმო ეგ ადგილი რომ იყოს კეთილი და მანდ უკვე ჩნდება რომ შენ მაშინ დახმარებაც უნდა ითხოვო და ეს რაღაცა აღმატებული განსაკუთრებული რომ ესაც შეცდომები არ უნდა მოუვიდეს, აი ეგ რაღაცა აბსურდიდან გამოდიხარ. მაგრამ აი ეს პირველი საფეხური ეგოსი ყველაზე მძიმე და როგორი გულდასაწყვეტია რომ ჩვენ როგორც ერი მაგ საფეხურზე ვდგევართ გესმე? სადღაც გადარჩენის იმაში რა ქვია საფეხურზე. რა ძალიან რთულია. იცით რატო? იმიტომ რომ აი ესეთი აი მოსაზრება რო ჩნდება, ეხლა დაზარალებულ ერებს ეგასჭირთ რომ მოსაზრება რო ჯერ უნდა თავი გაიტანო, უნდა გადარჩე და თანაც იმ თავის გატანაში თუ აგრესიული არ ჩამოყალიბდი და ყველას არ დაუმტკიცე რომ აი შენ ხო ნუ რაღაცა იცი, მაგრამ მე შენზე მეტი ვიცი, მაშინ სათვალავში არ ითვლები და ერი უკვე ნადგურდება. ჩვენ მანდ ვდგევართ ეხლა. მაგრამ რაღაც მომენტებში ხო ხდება გარე რაღაც ისეთი მოვლენები ან შიდა რო აი საპირწონეს გააქტიურება ხდება. არა, როგორ არა, ხო მე იმას კი არ ხო, არა, ხო, ეგაა საინტერესო რო მასშტაბს ვლაპარაკობ. ხო, რო რაღაცები არის ისეთი, რო აი ხო. პატარა ის და ეგრევე იცვლება თითქოს 180 გრადუსით მოცემულობა და ანუ ეგ ფუნქციაც რო აქვს ამ იმას, რო აი სარკისებურად შემოატრიალოს და სხვა რეალობაში ვართ, ხო? აი, როგორც კი საზოგადოებაში გამოჩნდა ეგ პროცესი მიდის ახლა საქართველოში და მართლა ძალიან ადუღებულია ეგ პროცესი და უნდა სწორედ განვითარდეს. აი, მისტერია იმაში მდგომარეობს, რომ გარეთ რაღაცა რთული ან ცუდი ან არასწორი ეგ კი არ არის პრობლემა. ჩვენ რომ ყველაფერს ვიჯერებთ და უმეცრებაში ვრჩებით და ჩვენს ტყუილებში რო ვრჩებით და რაღაცას ვაძლევთ ძალიან ლიმიტირებულ შეფასებას და იმისი გვჯერა, აი ეგ არის პრობლემა. აი რომ გამოჩნდა უკვე ჩვენ საზოგადოება ფასებს ან ორგანზომილებაში. კი ბატონო. აი რომ გამოჩნდა უკვე საზოგადოება, რომელიც ესეთია, რომ აი და კარგსაც ხედავს რა მაგარია რომ ამის ხარისხი ისე გაიზარდა რომ უკვე სივრცეს არ გვიტოვებს რომ თავი მოვიტყუილოთ და როცა ისტორია ძველი ისტორია იაფდება და ფას კარგავს და უკვე არავის არ სჯერა როგორც მაგრამ საბჭოთა კავშირი რატო დაინგრა კაცო არავის აღარ ჯეროდა იმ ტყუილის რევოლუციები მაშინ კი არ ხდება ვიღაცა მამაცი გამოჩნდება როცა შექმნილი ისტორია არავის აღარ სჯერა იქ რევოლუცია გარდაუვალია და ეხლა აი ესეთი რევოლუცია უნდა მოხდეს, სულიერი აფეთქება უნდა მოხდეს, ანუ საკუთარ თავს სიმართლეში გამოვიძებ, ანუ ტყუილიდან გამოვდივართ უმეცრებიდან, სიბნელიდან, ჩრდილებიდან, დათრგუნვიდან და გადავდივართ უკვე სიმართლეზე. ზოგადად მარტო საქართველოში კი არ მგონი გლობალურად ან პლანეტაზე არის ეგ ტენდენცია. ეგ ეპოქა არის, ხო, რომ რაც იყო ფუჭი და ფსიქოლოგიურად ავიღოთ, აი დედამიწური ეგო, აი ეს ყალბი ჩვენ მიერ კოლექტიური შექმნილი. კი. შლას იწებს და გამოდის ის აუთენტური ჭეშმარიტება, რაც სულ აქ იყო უბრალოდ აი ამ რაც საბურველება და ამ რაღაც ფენებმა ისქნა დაგვაშორა და ხილვადობა შეგვიმცირა მისი. კი. და შლას როდის დაიწყებს, როცა ისეთ აღმატებულ ხარისხს მიაღწევს ეგ სიბნელე, რომ ის ადამიანებიც, რომლებიც რაღაცა დიდად თავს არ იწუხებდნენ, რომ ამ პროცესისთვის მოეხედათ, შეეხედათ, შეეფასებინათ რამე უკვე იციან რომ ძალიან ცუდად არის და ანუ მასიური გამოფხიზლება ხდება. ხო, ყველას მოუწევს კიდე. იმიტომ რომ ზოგი აი ამერიკასავით კორუფციაში ჩაიძინენ, ხო? ძალიან გამდიდრდნენ, მოადუნეს ყურადღება და თავზე დაემხოთ ყველაფერი, ფაშიზმმა იფეთქა. აბა როგორ გინდა? ხო, რა საინტერესოა, ყველაფერი შეგიძლია ამ ფსიქოლოგიურ
ჭრილში ახსნა იმიტომ რომ ქვეყნების და პლანეტის ალგორითმი აქვს, დონეზე. რა ხო, თქმა მუშა უნდა. ალგორითმი, ანუ თან ჰერმეტიკული ალგორითმიც გონია, აი როგორც ზემოთ ისევე ქვემოთ პრინციპით. ანუ ჩვენში თუ მოქმედებს, ესე იგი კოლექტიურ დონეზეც რა თქმა უნდა. იჩენს სახეს და კი. აი ეს ნარცისიზმსაც რო შევეხეთ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეგეც ეგოს რაღაც ერთგვარი ტოტივით არის, ხო? უდიდესი. უდიდესი ტოტი არის. და მაგის შემდეგი ეტაპი რა არის? აი შემდეგ საბუველებზე რო გადავიდეთ, ანუ შემდეგ უფრო როგორ თქვა, უფრო სიმძიმე ემატება ამას თუ შედარებით უფრო ჩატე ვარიანტებია თუ უბრალოდ სხვადასხვანაირი ტოტებია. სიმძიმე იმატებს. ემატებს ხო? თან და კი. თან ამ საფეხურებთან აი ერთად. მაგას მჩატე მხარეც აქვს, გარბი ხარ კომფორტისკენ. ნებისმიერი რამის ფასად ეგოს იცავ და იმასაც ჭყალებში აპრავებ რაღაცნაირად შენს უნამუსობას, რასაც აკეთებ, იქ უძებნი 1000 ხო, ტყუილ რომ შენ თავთან ისტორიებს. მართალი იყო, არ ჩავარდე და რაღაც. სხვებთანაც, მჰმ. ხო, ნახე, ძალიან კარგად გამოგდის იგნორი, სხვების ტკენა და მაგაზე მეც გააკეთებდი და თუ არ აკეთებ მაგაზე მეც მარტო იმიტომ რომ გეშინია დაგიჭერენ და დაგჭიენ, თორე გააკეთებდი. ანუ მანდ ნამუსი არ არის. ის სხვათა შორის ნარცისებზე აღმოაჩინეს ფიზიონომიური კვლევით, რომ ქსოვილის ერთ-ერთ ფენაში ტემპერატურა ოდნავ მაღალი აქვს და აი ჩვეულებრივ ადამიანს რაღაცაზე რო შერწხვება, ხო? ჩვენში ფოთვა გვეწყება, იმიტომ რომ შეგრცხვა რა, იმიტომ ტემპერატურა იწევს მაგ დროს ჰორმონის გამოყოფის გამო. მაგათ ისედაც ეგ ტემპერატურა აქვს და ვერ აგრძნობენ და არც ასწვენია. ბიოლოგიურ დონეზეც თქვენ გონიათ იყუჩებენ მაგას? უბრალოდ ვერ გრძნობენ. ხო. ანუ მაგათი ყოფის ნაწილი არის უკვე. ხო. და ხო და მოდი ახლა ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ. ახლა ჯერ ერთი მატერიაში დედამიწაზე შენესი 100%-ით რაღაცა ეს 64 კი არ არის. აქ დუელიზმია და ის ბნელი მხარე ყოველთვის იქნება. უბრალოდ სასურველია ახლა ჩვენ რაც გვინდა, არ ვიცი. 50+1 მაინც რო გავაკეთოთ. მან გაიმარჯოს. 50+1. 51-იც კი არა, 2+1. მაგარ უნდა გაიმარჯოს. დანარჩენი ცოტა ის არის რაღაცა არასწორი ზღაპა, აი სიბძნეს მოკვლებული ზღაპარია, გესმის? ხო და ესეთი ადამიანები მაგათ თავიანთი დატვირთვა აქვს, ფონს ქმნიან, პროცესებს იწვევენ და ხელს უწყობენ იმ გონიერების გამოღვიძებას სხვა ადამიანებში, რომელიც მისი შესაბამისი ევოლუციის საფეხურია იმ სულის, ხო? ამიტომ ესე არასოდეს არ ვიფიქროთ, რომ ესენი არასოდეს არ იარსებებენ, ან არ უნდა იყვნენ და აი მას რომ მოვჭეთ რატო ღმერთო, რატო? ისიც ღმერთია. ხო. და ეგეც საჭირო არის. რომ ხო, ერთმანეთს ხო, რა თქმა უნდა. აი მეორე საფეხური მძიმეა. აი პირველი თუ არის მომთხოვნი მე, ხო? მეორე საფეხურზე უკვე აი ადამიანს, რომელსაც აი დანაშაულის შეგრძნება და სირცხვილის განცდა აქვს, ხო? ის უკვე არის აი დამნაშავე მე, რომელიც თავის თავს განსჯის. და ბევრ ადამიანს გონია, რომ ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა და რაღაცა აი მე ცოდვილი ვარ და ამას ყველგან ვაღიარებ. ცე ეგეც იდენტიფიკაციაა ჩემო ძვირფასო და კი ბატონო ყველას გვეშლება, მაგრამ შე რომ აქ მაგრდები, რომ იქ დაშვებას არ აკეთებ, რომ იქიდან რამე ისწავლო იმ შენი ცოდვიდან, იმიტომ მაგაქვს ამხელა ჯუჯუხეთი და მე სხვების უგშურს და მე მზადა ხარ რომ ყველას ყელი გამოჭრა, ვიღაცა რაღაცას თუ ოდნავ მეც შენზე გაბედა, ის რა ქვია, გაბედავს, გაიღვიძებს ან იტყვის. იმას საერთოდ არ ეთანხმებ კი, ბატონო, ნუ დაეთანხმები, მაგრამ რატო ესეთ ადამიანში იმ ხელა შინაგანი ომია, ოღონდ ომი არის დილიდან საღამომდის. აბსოლუტური აგრესია შეღილი იმატებს თანდათან მაგ ეტაპზე. პირველმა იცის რომ სურვილები აქვს და იმ სურვილებში ირჩობა და იმისი ასრულება უნდა ნებისმიერი რაღაცის ფასად. მეორე საფეხურზე ეგოს მეორე მე იქ იცი რომ ის ყველაფრის სურვილი იქ რომ რაღაცას უნებიანად შეხედე ეგ ცოდვა გესმის აქ რომ ზედმეტი ჭამე ეგ ცოდვა ზგუში რომ იმასავით ღორივით გახდი იმდენი დალი ეგ ცოდვა მაგრამ აი დაპირდება ვერ ასრულებს წავა ახსარებაზე ჭეშმარიტების ზიარებამდე სვე კი ახლა შე რაღაცას დაგალებინე ანაკეთებს სანახევროთ აი ესე რო არც ჩაითვალოს ხო საშინელებაა და ეხა როგორია როცა საკუთარ თავთან სუდაპირისპირებული ხარ
ხო? არა, ძალიან რთული არის ეხლა აბა. თუ არ აღიარ, რასაც არ აღიარ ნარცისი, იმიტომ რჩება ნარცისად და ყველა ნებისმიერი ფსიქოლოგი გეტყვის, რომ თერაპია ამ ადამიანებისზე არასოდეს არ მუშაობს, ოღონდ არასდროს. ხო, აი ეგ უცნაური არ არის, რომ მოუგვარებელი არის, ხო? მაგ გაგებით. ნარცის თუ არის მორჩა. მორჩა. ან ეგეთ ეხა ხმამაღლა ვფიქრობ, ოღონდ შესაძლოა თუ ქონია შენც რამე შემთხვევა ან ეგეთი ფიქრი, რომ ან მაშინ იმხელა კათარზისი უნდა მოხდეს მასში, რომ თლიანად შინაგანად გარდაიცვალოს და ახლიდან აღდგეს. ერთადერთი მანდ და ეგ ძალიან იშვიათია. იშვიათია, კათარზისი რომ მოხდეს, ანუ აღიარება, ეგ არის კათარზისი. მე არაფერი ჯერ. დიდი უბედურება, დიდი ავადმყოფობა. ანუ ძალიან დიდ უბედურებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. აი თავი უნდა მიარტყას, აი ჯოჯოხეთის ფსკერს რაღაც. ხო. ზოგი მაგასაც არ შეეპოვება და უბრალოდ ბოღმაში ჩაიხრჩოვა. მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად გაივლის მაგას, მაგრამ ზოგს, აი 10,000 ერთს აქვს შანსი. ხო. მე არ. ხო და აი მეორე საფეხურზე, ხო, შენ განამარტო უნდა აღიარო, რომ ჩვენ გვეშლება. შენ უნდა მიხვდე, რომ თან იქიდან უნდა ისწავლო. და მაგას თავიდან შენ თვითონ ვერ გააკეთებ, ვიღაცა უნდა გასწავლოს, ამიტომ აქვს აი ქრისტიანული რელიგია, ყველა რელიგიას თავისი რაღაცა განსაკუთრებული შტრიხი აქვს მესიჯის მხრივ რა. აი ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი უძლიერესი მხარე და შტრიხი, რაც შეიძლება რომ მოუტანოს ადამიანს, თუ სწორედ არის ის გაკეთებული, რომ შენ აღსარების დროს სულიერმა მოძღვარმა უნდა გაგინათოს იმ ფსიქიკაში რა ჩავარდნებიც გაქვს და უნდა მოგცეს მიმართულება, უნდა მოგცეს მეთოდი, რომ შენ წახვიდე და თუ მაგალითად, არ ვიცი, თქვათ ემპათი ხარ. ემპათი ყოველთვის სხვის სურვილებს და საჭიროებებს აკმაყოფილებს, ხო? მაშინ შენში არის დათრგუნული ძალიან დიდი გაბრაზება, იმიტომ რომ არავინ იგივეს არ იზავს შენთვის. იქ ხო ბრაზობ რა. ოკეი? და უნდა დაგანახოს, რომ ნახე, შენ მარტო ერთი ვერ გექნება. ერთი მხარე არა აქვს სამყაროს, ორი მხარე აქვს, ბალანსი არა გაქვს. აბა წადე და სცადე შენი საჭიროებების როგორ მიხედო და სადღაც არა როგორ თქვა, იმიტომ რომ შენ როლში ხარ სიკეთილის როლში, ხო? ეგ არის დათვური სამსახური. ის თუ მოვიდა შენთან შემდეგ კვირაში და გითხრა რომ აი ესეთი სიტუაცია იყო, აი ესე გამინათდა გონება, არც იმას დავუშავი, არც ჩემი თავი გავძარცვი, არც ღმერთს ჩაუდექი წინ და არა ვთქვი, კიცუდად ვიგრძენი თავი, მთელი სხეული მიკანკალებდა, იმიტომ რომ ჩემი ნერვულ სისტემას ხოს თქმა უნდოდა და კიოდა ხო, შიგნით იმას იყო მიჩვეული სხვა რეალობას და რაღაცას. პროგრამას. მაგრამ საღამოთი ჩემი თავის პატივისცემა მქონდა, მშვიდობა გაჩნდა ჩემში და მივხვდი, რომ სიცოცხლე საინტერესოა. ეგ უკვე ჭეშმარიტების მარცვალთან ზიარებაა და გიდასტურებს მოძღვარი და გეუბნება. მე გაზიარებ, იმიტომ რომ შენ მიხვდი, შეეხე ჭეშმარიტებას, სიმართლეს. თუმცა ჭეშმარიტებას არა, სიმართლეს ხო შეეხეა რა, საქმით, მომენტში და შენი ნევრული სისტემა საითაც გეკაჩებოდა, რომელიც იმისთვის რაც ნაცნობია, ყოველთვის იმას გააკეთებს. მშვიდობიანი ადამიანი ყოველთვის დრგუნავს თავის თავში მოძალადებს. იმას ხო უნდა ასწავლოს მოძღვარმა, რომ რაღაცეებზე გაბრაზების უფლება აქვს. უსუეზე დავაიჭერით დრუჟნა ეგრე არა არის. ომს თავისი ადგილი აქვს, ეგეც ასტროლოგიაში სასწორის აი ცუდი გამოვლინება არის, როცა ვერ ხერხებს ამ ისე შეერთებას ამ პოლარობების, რომ ისე არის, რომ მოდი არც ვიჩხუბოთ, არც მწვადი დავწვათ და მე იწყება ჯოჯოხეთის კარიბჭე. კი ბატონო. სასწორში განსჯა უნდა მოხდეს და გაბალანსება. თორე შენი მხუთ ნიშანს როგორ შეინარჩუნებს სინათლის სხივს იმ სიბნელეში რომ უნდა გაიარო. სასწორი გადამწყვეტია, იმიტომ არის ბელზაბაბი იქ იწყება. ვახ, ძალიან კარგად პიტის ესაუბარი ხო თუ და მიხარია. და მაგალითად, აი ხა ამაზე ერთი კითხვა გამიჩნდა და მეც მქონია ეგ მომენტები, რომ ვიცოდი, რომ სხვანაირად უნდა მოქცეულიყავი და ხშირად სხეული სხვას მეუბნებოდა, იმიტომ რომ როგორც ვი ნერვული სისტემა მიჩვეული იყო იმისთვის და
იმ დროს ჩემი თავისთვის და ალბათ ბევრი ადამიანისთვის ეს შეიძლება ყოფილიყო ესე ვთქვათ დასტური და ინდიკატორი, რომ სხეული თუ ამას მეუბნება, ესე იგი ესე უნდა მოვიქცე. ანუ ესაა ჭეშმარიტება, მაგრამ რეალურად ჭეშმარიტება იმ დისკომფორტში და მაგაში იმალებოდა და მერე რო ვქენი, რაც თქვი, გავიაზრო თურმე რა ყოფილა. აი ვარჯიში ვითაა დაახლოებით, ვარჯიშს რო იწყებ, დასაწყისი მძიმებს სხეული ტკივა, მაგრამ უნდა გააგრძელო ისევ და მიეჩვევა სხეული. ხო და რა, აი როგორი ფაქიზი ზღვარი, იმიტომ რომ ამ სხეულს გონებრივს და ფსიქოლოგიურს ხო ვერ ვხედავთ, ვერ ვეხებით. აი თითქოს რაღაც ოკეანეში ვცურავთ, სადაც ყველას რაღაც მიგნებები აქვს ესე და რაღაც დონემდე გახსნა. და როგორი ფაქიზი არის ის, რომ რაღაც შეიძლება რაც არ იცოდე, უბრალოდ ეს გეგონოს მართალი, მაგრამ რეალურად ჭეშმარიტებას ვაგანიმალებოდეს. ყველანი მართლები მეთქი მაგას აი ყველა ურთიერთობაში დავა იქითკენ რომ მიდის ვინ არის მართალი, იცოდე რომ იქ ორი უმეცარი დაობს. იმიტომ რომ ეგ არასოდეს არ არის მნიშვნელოვანი. ხო, ზუსტად მართალი ხარ. და აი ერთ რამეს აღნიშნავ, რადგანაც ესე წაიყვანე და ძალიან სწორი შეფასება. შენ გესმის რომ რაღაცები უნდა განმეორდეს და განმეორდეს, რომ შენ მასზე დაკვირვების საშუალება მოგეცეს. დააპრაქტიკო. შენს გამოცდილებაში რაც არ მოხდა რაღაც 10 ჯერ, ხო? შენ რამდენიც გინდა ვიღაცა გიყვებოდეს, შენი აღქმა არ არის ემოციური. ანუ იქ შენ ვერც კი ხვდები რომ ემოციებს სად გადაყავ ხარ. რომელ ემოციებს? ჯერ რომელსაც ტრანსცენდენტიზმი, ანუ ტრანსფორმაცია არიცი როგორ გააკეთო და იკარგები, ხო? შიში, ძირითადად შიში. შიში იმისი რომ საზოგადოება გაგრიყავს და სუკეთილი უნდა იყო. შიში იმისა რომ შენზე არა თქვან, ვაიმე, რაღაცა შეფასება გინდა და სულშვიდობიანი. შიში იმისი რომ ღმერთმა არ დაგსაჯოს და ესე ადგები და წახვალისევი ტაძარში, როგორც გინდა არ გინდოდეს თუ არა და ვირუსი შეგეყრება და ცუდად გახდები და რაღაცა მარაზმები და ეხლა აი იცმება კითხვა. ჯო ამებს ამ გამოცდილებებს დრო ხო ჩვენ ხო დროსაც სივრცეში ვართ. ანუ შენ 25 წლის ასაკში ეგ არ იცი ბოლომდის. შენ მაგაზე ესეთი ჩამოყალიბებული ხედვა არა გაქვს და როცა 25 წლის ასაკში მასწავლებლობ. ვინც გინდა იღავი, რაც გინდა 5 წლიდან წიგნები გქონდეს წაკითხული. შენ მკვდრისგან ისწავლე მკვდარი ცოდნა. უბრალოდ მაგისთვის დრო არ გქონდა რომ მანდ გაგევლო და ეს spiritual bypass რაც არის რომ შენ გინდა რაღაცა ინფორმაციით გადაასწრო ესე მოუარო და იქ მიხვიდე და რადგანაც ფილოსოფიურად რაღაცას აჟღირებ ის იცი არ იცი და ნურავის ნუდასცინებს ყოველ მომენტში როგორც კი ვიღაცას განსჭი აი ყოველი საბურველის ჩამოშლის დროს ხო რაღაცის თვითრეალიზაცია რო ხდება ყოველი კათარზისის დროს შენში განსჯის ხმა იკლებს. ეგ მთავარი ხაზია. ეგოს მიმანიშნებელი რომ სწორ გზაზეა ეგ არის, ხო? რომ განსჯის ხმა ნაკლებია. ნაკლებია და როგორც კი ვიღაცას განსჯი და შენს თავს უნდა შეახსენო, ჯერ ერთი გუშინ ვიდექი მანდ. ისევ მაგას უაპრაქტიკებ და რა მაგარია იმის მაგი რომ ვიღაცაზე ზევით დავდგე და უკან გადავიდე ჩემს იმაში რა ქვია განვითარებაში. რა მაგარია რომ ისიც შემახსენებს რომ აი ამ გზას არ უნდა გადავუხო. ხო, ამ დროსთან მგონია განსჯა, ნაკლებ განსჯასთან ერთად შეგრძნება მოდის, რომ უფრო მეტად ერთიანობის, რომ ის ხმა კი არ არის და მოწინააღმდეგე ან სხვა ოჯახის წევრი, სხვა ადამიანი, რაც თითქოს შენი თანა ძმანდა არის. მაგ ეტაპზე კი? და ემპათიასაც უფრო თითქოს გიშლის თუ არა. ხო, თანაგრძნობა კი. თანაგრძნობა, აი ზედმეტი ემპათიაც დამღუპველია. გეთახვები კი. აბსოლუტურად დამღუპელი, იმიტომ რომ ზედმეტი ემპათია ჩნდება შენი დაჭრელი შინაგანი ბავშვის ადგილიდან. და შენ ყოველთვის დაზარალებული მდგომარეობიდან გააშუქებ სიტუაციას და მიიღებ მასზე გადაწყვეტილებას და ეგ სწორი არ იქნება არასდროს. ამიტომ ხოცი ყველაფერი შუაში რომ რაღაცა ბალანსიანი სიბრაულსა და ემპათიას შორის არის თანაგრძნობა. ხო, აი სიტყვა ვერ კარგად მითხარი, სიტყვაც ვერ ავარჩია და ემპათია მაგიტომ მოუშველია, მაგრამ თანაგრძნობა რეალურად ეგ ხო. ძალიან მაგარი რამე. თანაგრძნობა იმისიც რომ აი მეორეს რაც ეშლება შენში იგივე ხდება.
და შენც ყოველთვის. შეიძლება რომ შეგეშალოს ეხლა თუ არ შეგშლიან მანამდე აი ნახე, დაშვება. თუ ჩვენა გვაქვს ნათქვამი, ნუ დასცინის სხვასაო, გადაგხდება თავსაო. რატომ? შენ რომ სხვას დასცინი, მასე გადადიხარ უკანა საფეხურზე. ანუ აღმატებულობა გინდა, გესმის, იმაზე ჭკვიანი გინდა, რომ იყო რაღაც არის უმეცრება. უმეცრებიდან ხო ყოველ წამს არის შანსი, რომ იმაზე მეტი შეგეშალოს. ანუ სანამ ზეჩავა გააკეთებ. ხო, ანუ ეხლა რა საბურველებს ვთქვით, მაგაშივე ტრიალებ. უბრალოდ იცვლი ხან პირველში ხარ, მეორეში რაღაც აქეთ-იქეთ ზუსტად. პოზიციებს, მაგრამ აი მაგ წრებრუნვაში ხარ, ვერ გამოდიხარ. ვერ გამოდიხარ. ამიტომ ჯობია მაგას თანაგრძნობით შეხედო და თვითმახსოვრობა გააძლიერო, შენ როცა არ გახსოვს და სხვისას დაუწუნებ რაღაცას, ვახ ისიც გახსენებს რომელი გზითია, რომ დაცინვის მაგიე. ხო. და მანდ უკვე, ნახე, ნარცისიზმი უკვე კოლექტიურ ცნობიერებაში იკლებს. და თანაგრძნობა იმატებს, რაღაცა უკვე ცხელდება, გესმის სიტუაცია, ანუ რაღაცა ვიღაცებს აღარ გაურბიხარ, იმიტომ რომ იმაზე ზევით აღმატებული აღარ დგები. გაერთიანებისკენ მიდის უკვე ყველაფერი, კი ხო? ბატონო. მაგრამ ფანატიზმის გარეშე. ხო. შემდეგი რა მოდის უკვე კიდე სხვა საბურველები ეს? მაგ საფეხურზე რომ მიხვდები, რომ მაგ ემოციებს, რომ ცირ არის, ჩემი სიკეთე ვერავის ვერ დავანახე და რა ვიცი, ყველაფერს ვასრულებდი და რა დაენანა ამ მაღალ ღმერთს ჩემთვის და რაღაცა უკვე წლებში რო ხარ შესული და უცებ რა ვიცი, სხვებს უყურებ, რომ ცოტა სხვანაირად ცხოვრობენ და ვერ იგებ რა და აი მან ხვდები, რომ იქ კი არ უნდა გაგემაგრებინა იქ ისტორია. ეს ხო ისტორია, შენ ხო ისტორია არა ხარ, შენ ისტორიას ქმნი, ხო? ის ისტორია გასწავლის სხვა, ისტორია რა ფიქსირებული რაღაცა, შენ კიდე პროცესი ხარ. ნუ ფიქსირდები ნუ რაფერზე, დამკვირვებელი შემოდის მესამე საფეხურზე და ინსპირაცია მოსდევს ფეხდაფერ. ინსპირაცია იმისი, რომ უცებ გაბრაზდები და არ ვერი ხარ. დაფიქრდები, როგორი შეფასება მისცე მას და რასაც სხვას უწუნებ, შენ არ გააკეთო, მაგრამ სიმართლე თქვა, საჭირო დროს, საჭირო ადგილას. ვიღაცისკენ ძლიერი მიზუდულობა გაგიჩნდეს, მაგრამ ნებას არა ხვე. უბრალოდ ხო კონტროლის ამოცნობილი გყავდეს, ესე ვთქვათ, ეგ რაღაც. ხო, ნახე, მან შემოდის ნახე, როგორ აი დამკვირვებლობა შეძლებ ერთ შემთხვევაში, ხო? აი ელემენტარულ რაღაცას გეუბნები. როცა შენი ყურადღებით სახში ხარ. როცა ყურადღება გაცნობიერებული ყურადღებით, როცა ხარ საკუთარ თავში, გარეთ კი არა საკუთარ თავში. შენში რაც ხდება, ამჩნევ. ისტორია გაჩნდება და მოусმენ, შეგრძნება გაჩნდება, მოусმენ, წარმოსხვა გაჩნდება და მოусმენ. კითხვის ნიშანს ვსვავ. და ესეთი ხარ, რომ სწრაფად არ ვიცი, ამას უნდა უუტრიალო გარშემო. ხო და არ ეწებები მაგ მოვლენებს, ეგეც მნიშვნელოვანია, ხო? რა თქმა უნდა, დამკვირვებელი რასაც შენს შენსა და მოვლენას შორის, შენსა და ფსიქიკას შორის სივრცეს. სივრცეში კიდე ყველაფერი ჩანს. აბა თვალებზე ხელი დაიდე თუ დაინახავ ხელს. მაგრამ ნებისმიერი რაც უფრო შორს წაიღებ, კარგად. ხო, ლავირების საშუალება გეძლევა და მეტად შემოქმედებითად რომ მიუდგე მაგ საკითხს ეგეც. კი. ძალიან ბევრი ადამიანი ყველა საფეხურს თავისი ფანატიზმი აქვს. იმიტომ რომ ეშმაკს არც წინავს, ანუ შენ რასაც გაიაზრებ, ხო, ინტელექტუალურად, რაღაცას ჩასწუდი, მიხვდი, თან გააკეთე. შენი ego იმაზე ძლიერია და იმაზე ჭკვიანია, ვიდრე გუშინ იყო ჩაწვდომამდე, ის არა? კი. ეხლა ის, ანუ საპირწონეთ ისიც იზრდება და ხო, ეგეც არ თულებს ვერ მოცემ, ანუ ესე ვთქვათ, იქ თუ რაღაც ერთგვარი ეშმაკივით შემოვიდა იმ საფეხურზე და ეგო ძლიერა, დაცემა ძალიან მტკივნეული შეიძლება იყოს, ბევრად ალბათ, ხო? რა თქმა უნდა და თანაც იმ დამახსოვრებული ეგო რა არის? დამახსოვრებული აზროვნება და დამახსოვრებული ემოციები, ანუ წარსულიდან ცხოვრება. ეხლა იმას მოუნდება, რომ წინ გააგუსწროს სიცოცხლეს, გესმის? და ისევ გინდა რომ სხვებზე ჭკვიანი იყო. აი რაღაცა სახარ, რა ქვია, გურუ ხარ. იქ არ ვიცი ისეთ წინადადებებს, აი ხიბში ვარდები და რაღაცა ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადაყავხარ და იქ დამახსოვრებული რაღაცა ეს ეგრეთ წოდებული სულიერი რაღაცა ფრაზები რო ასე ციტატები, ხო ასე ხარ. ნახე, შენ როცა თავი გტკივა, მე ვერ მოგცემ მაგალითად ანტიბიოტიკს დაგაზიანებს, სისულელი არ მოგირჩენს.
როცა რაღაცა არ ვიცი, ანთებითი პროცესი გაქვს, იმას კი, მაგრამ თავის ტკივილ სხვა წამალი უნდა. შენ რადგანაც ის ციტატაში სიბრძნეა, ყველგან კი არ არის იმისი გამოყენება სწორი. ზუსტად. და ისეთ ადგილას შემოგტენის და ისა აბა ესეო და გესმის და აი როგორც კი დაბნეულობა გაჩნდება და შენ არ ენდობი შენს ისედაც და ესედაც ნარცისულ საზოგადოებაში ვართ ყველანი გაზრდილი და ნარცისი მშობელი გასწავლის რომ შენს მიერ აღქმულ რეალობის შეფასებას არ ენდო, რასაც მე გეტყვი ის მოხდა მარტო, შენ რაც აღიქვი ის არ მომხდარა არასდროს. ხო. და იმიტომ დავობივართ ყველას ვეკითხებით, აი შენ რას ფიქრობ ამაზე? და თითო ჭკვიანურ წინადადებას ვაგროვებთ, რომ მე რაღაცა სამეღი გავაკეთოთ, გამოვწერწოთ რაღაცა და აი მესამე საფეხურის მთავარი წვდომა და სიმაღლე იმაში მდგომარეობს, რატომ შემოვიყვანე დამკვირვებელი და რატომ გაუბედე რაღაცასთან იდენტიფიკაცია არ გამეკეთებინა და იმისი მართვა დავიწყებ, უცებ გავხდი რომ ბიჭო, აი მისი პატრონი ვარ მე. მიხვდი რომ შენ არ ახარ სრულყოფილი და შენ როგორც აი you embrace your imperfection, აი მიმღებლობა რო გაგიჩნდება შენს არასრულყოფილებასთან და ეს არის მოცემულობა და რეალობა, აი რეალობა რა არის. და ესეთი ხარ, უი არ უნდა ვიყო რაღაც არაჩვეულებრივ და არ უნდა მომტკიცო ეგ და შენს თავს უფლებას აძლევ, შეცდომები დაუშვა, მაგრამ პასუხისმგებელი იყო იმ შეცდომებიდან ისწავლო და რამდენად სწრაფად ისწავლე და გამოასწორებ იმას. აი მე მქონდა მსგავსი აი ზუსტად რაც ვთქვი, ერთ მომენტში თითქოს ჩემი ცხოვრების ჩემ თავს დაუწესი, რომ აი ხა არ უნდა დაუშვა შეცდომები და დაახლოებით ამაგასაკში იყო რაც 20-დან, ანუ ოდნავ 18-დან 25 წლამდე ეგეთ შუალედში რომ დავიწყე ესეთი რაც სულიერ ლიტერატურის კითხვა ცოტა მე რაც ხილში ჩავარდი, რომ აი ეგ არის ალბათ, აი მაგ ცოდნის მეორე მხარე არის ის, რომ ის ეშმაკი რომელსაც უარძინავს რაც შენახსენი და ის მოეწება და ეგ მქონდა რომ აი ხალხი თუ ჩემზე ვიღაცამ თქვა რომ ეს როგორი კეთილია სათნო, ეგ უნდა შევინარჩუნო, ეგოსაც ეგ მოეწონა და აი მაგის გამო მგონია რომ ძალიან ბევრი რაღაც არ ვქენი ცხოვრებაში იმ დროს. არ დაუშვი შეცდომა. ხო, არ ვიცხოვრე ის ასაკის სრულფასოვნად. სპონტანულად. ხო, ზუსტად. აი, ნახე, მაგ მესამე საფეხურიდან უკვე ადამიანი გამოყენებას იძლევს გააზრებულად, შეგნებულად თავისი მარჯვენა ნახევარსფეროსი, რომელსაც მახსოვრობა არ აქვს. მარჯვენა ნახევარსფერო რისი არის? ტვინი. და მარცხენა შემოქმედებითი, ხო? ნუ, მარჯვენაა. მარჯვენა შემოქმედებითი, მარცხენა არის ლოგიკური, ხო? და იმას აქვს მახსოვრობა. ანუ ინფორმაციას აგროვებს, ლოგიკა აქვს, ფილოსოფია, მეცნიერება იმახსოვრებს, იკვლევს და იმ თავის data რაც აქვს, იმაში აზროვნებს. მე მარცხენა ნახევარსფეროს, აი, რატო ზის ქრისტე მარჯვენა მხარეს ღმერთიდან და არა მარცხნივ, კაცო? მარცხენა ნახევარსფეროს კარები არ აქვს. სინათლისკენ და ჭეშმარიტებისკენ არ გააჩნია. ქრისტეს ცნობიერება, ჭეშმარიტება მარჯვენა ნახევარსფეროშიც არა. და შეუცნობადი გზები არის მან ზუსტად. იმიტომ რომ ვერ დაიმახსოვრებ რაღაცებს. ხო, ლოგიკურ ხაზებს იქ ვერ გავაკეთებ. ხო. და იქ შემოქმედებითი ნებელობა შემოდის. და ჩვენ შემთხვევაში აი ეგ ეტაპი როდის იჩენს თავს ახლა ამ საბურველებში, ეგ შემოქმედებითობა და აი ეხლა სადაც ვართ საუბარში, მგონია თითქოს აი რაღაც შუა წერტილს მევდექით, სადაც აი ეს ლოგიკა და ეს ასე ვთქვათ, ერთმანეთს დაენახა, უყურებენ, მაგრამ მგონია რომ მე გადადიხარ ნელ-ნელა აი უფრო იმ მისტიციზმისკენ, რომ აი ოქროს მიუახლოვდე, რაც ჩვენში არის დამარხული და რაც დაგვავიწყდა. ზუსტად. აი, ეგ არის მეოთხე. მეოთხე, ხო. მეოთხე არის მშვიდობიანი ადამიანი. მშვიდობიანი. ოღონდ ეგ არ არის რაღაცა იმიტირებული მშვიდობა, რომელიც გამორიცხავს, რომ ომი არ უნდა დაუშვა და არგუმენტს გაურბიხარ. პირიქით. ყველაფერს რო კონფრონტაცია გაუკეთა საკუთარ თავში, იქ იბოვნა მშვიდობა. იმიტომ რომ იქ დაინახა, რომ არავის ესეთ მეტი არ არის, იქ დაინახა, რომ საკუთარ თავში უნდა იყოს სულ ყურადღებით გაცნობიერებული, თუ არა და ყოველ წამს გაგისყლდება ხელიდან, იქ დაინახა, რომ ერთადერთი კონტროლი, რაც ადამიანს გააჩნია და შენ მოგეწონება. ერთადერთი კონტროლი, რაც გაგვაჩნია, გარეთ რაც ხდება, ის ხდება. მე როგორ მნიშვნელობას მივცემ? ხო. მე როგორ მნიშვნელობას მივცემ და უცებ მეოთხე ტიპის ადამიანიც რას ხედავს. აი,
თუ არ ახვა იმ ხმას და ისტერიკაში არ ჩავარდა, ან ზედმეტ აღტაცებაში. თუ არ ახვა და აი მოვლენების მიღმა სიმართლე დაინახა, ან თვითონ მისცა მნიშვნელობა, უცებ შემოქმედებითი ნებელობა იხსნება და ესეთი აი მანიფესტაცია, რასაც ვეძახით, რომელსაც შენ რეალური არის ღმერთი, სხვა არაფერი არ არის რეალური. ყველაფერი ყალბია და დროებით, ხო? რეალური შენ სრულებს კი არ უნდა დაუქვემდებარო, როგორც ეხლა რაღაცა ატაცება მოხდა მაგისი. შენ ნდობას სწავლობ და თან მიხვდები, რომ co-creation შეიძლება, აი თანაშემოქმედი ხდები. აურამოდერგია. და აი როგორი გაუშვებ ხელს რაღაცებს, იმიტომ კი არა, აი სწორედ გავიგოთ რა, შენ რაღაცებზე მატერიაში უარს ამბობ, რაღაცა შენზე რასი ფიქრებენ, სიყვარულს მოგცემენ თუ არა, აღიარება იქნება თუ არა, იმ სახლს დათმობ თუ არა, რაღაც. იმიტომ კი არა რაღაცები დაიჯერო, დაიჯერებ ეგ იდენტიფიკაცია, ისე ვიდიოდი ხარ. იმისი საპირწონე ისეთი რაღაცა იპოვნე და ეს ისეთი რეალურია. ჯო ამის ფონზე ეს რა არის? დათმობ აბარასიზავ, მაგას კი არ თამაშობ. ფუტკრის სკას მიეგი თაფლი იპოვე და აბარ თავს რო იპოვი საწახვალ მერე. მშიერი როცა ხარ? ხო. ხო და აი მაგ თავს პოულობ გესმის? და ის ხის ფისი აღარ გაკმოყოფილებს ეს ცუდი შედარება, მაგრამ არც ჩალა. ხო, არც ჩალა, არამედ უკვე თაფლი. ხო, თაფლი გაქვს ნაპოვი, აი წყაროს და სათავეს უახლოვდები და ესეთი ადამიანები ხდებიან მასწავლებლები. ესეთი ადამიანებს აქვთ სინათლე, ღირსეული ტიპები არიან. აი არის კადრებს ესეთია, მირჩევია მოუკვდე. და აი ნებისმიერ ქაოსში, განა ის რომ მასში შიში აჩდება, ან ყველაფერი მოსწონს, უბრალოდ ის უკვე თავის მინდა არ მინდაზე ზევით დადგა და ესეთია. ხან მინდა ხან არა, გააჩნია სიტუაციას, დამახსოვრებული არაფერი არ აქვს. აი მარჯვენა ნახევარსფეროთი სპონტანულად აზროვნებს და აწყოში რჩება. ხო, მეტად აწყოში არის. მეტად აწყოში და ქაოსში შეაგუცებ მშვიდობა. აი ხმა რო არ მოიღოს, ისეთი ნეიტრალურია. იმდენად არ ყვება არაფერს. ხო, რო თავისი პრეზენსით შეაქვს უკვე ველში, ხო? უკვე ველში და თან რომ მიხვდება რომ აი ამ აწმყობას აქვს მთელი გემო და მთელი ძალაუფლება ამაშია. ჯო გამოიყენებ მაგ შინაგან ძალაუფლებას, აბა რა სიზავ, რა გირჩევი ისტერიკასაც ახვე თუ აქ შენ გჭირდება რომ თუ მშვიდად ვიქნებოდი, ყველაზე სწორი რეაგირება აქ რა შეიძლება მოხდეს და თანაც რომ უკვე უერთდები რომ აი სინათლე როგორც წამოიღებს, ხო, მარჯვენა ნახევარსფერო გახსნელი გაქვს და ენდობი, აი სისტემატიურად ცარიელდები შენი მოსაზრებებს, იმიტომ რომ მოსაზრებები ისტერიკაში გადაგიყვანს. იქ ლოგიკა ირთვება და იმიტომ. აი ენდობი აწყობას დავინახო. და ეგ მინდობა რამდენად რთულია ხანდახან. ხანდახან. ხან, ნუ ხშირ შემთხვევაშიც აი. აი მოდი ესე ვიტყოდი. მინდობა რომ ისწავლო, ანუ დაცარიელება ყველაფრისგან, ვინც კი შენი თავი გეგონა ოდესმე. ან რისთვისაც რა პოზიციაშიც ხარ რაღაც, აი არ უნდა გიშინოდეს შენზე რა სიტყვი, ან როგორი გამოჩნდები, ჭკვიანურად მოიქცევი თუ არა, ანუ ამდენ რაღაცა შიშებს, ამდენ ფენებს, ყველაფერს სჭირდება, იცი, მაგას პრაქტიკა, რომ მიზანი ის კი არ არის ვიღაცას რა მოაჩვენო. ვინ ვიღაცას, სხვა ვინ არის, კაცო, ეხლა როდემდე უნდა იყო მაგ ილუზიაში, ხო? შენი მიზანი უკვე არის წყაროსა და სათავესთან რამდენად დაკავშირებული ვარ, რომ აი ამ არხში მოხდეს სიმართლესთან ზიარება და შენ უკვე მიზანი იმ შედეგზე აღარ ხარ დამოკიდებული მაგ საფეხურზე. იმდენად სულ მიზანს არ ღალატობ, მაგ ერთგულება არის ძალიან მნიშვნელოვანი ბუნება ადამიანის და ეგ გაგიკეთებს ღერძს. იცი როგორი ძლიერი ღერძი გექნება? ერთგულება. იმიტომ რომ შიგნიდან ისეთი რაღაცა იპოვი, იმას არ ღალატობ. არაფრის გულისთვის არ გაყიდი, გესმის? ისეთი გამოჩდები იქ რაღაცა იმასაკნა. არაფერი არ გამოჩდები, რაც უფრო მეტად ეცდები, მით უფრო დიდ შეცდომებს დაუშვებ. აი იმას არ უნდა უღალატო, როცა გამოვლინდება, აი როცა დაინახავ, მაშინ დაინახავ.
თუ სხვამ შენზე ადრე დაინახა ექსტრემალურ სიტუაციაში, რა მაგარია, მთავარია შედეგი დაიდოს. რა მაგარია მე არ ვიყავი საჭირო იქ და იმ პროცესის მონაწილე გავხდი. ხო, გესმის? ეს არის ლამაზი ადამიანი. და ლამაზი ადამიანი იმდენად უკვე აი არც წარსულიდან ცხოვრობს და არც წინაღარ უსწრებს ცხოვრებას. ხო, ზუსტად მიყვება მოვლენებს ესე აი თქვა. alignment რაც მაგრამ არის თან ჭრეთ აქვს მომავლისთან დობა, იმიტომ რომ ხო აღმოჩენილი აქვს ის. მაგრამ თან აი ჭრეტაში აი რაღაცა ჭრეტა აქვს და გაიფიქრებს იმ შემოქმედებით ენერგიას ხმარობს. აი დაცარიელებას რა მოაქვს იცი კარგი? შენ ახლა ისედაც და ისედაც რა დამახსოვრებული გაქვს ის ეგო იმას ხელს არაფერს არ გაუშვებს და შენ იქვე ცნობიერი არსად არ გაგიქრება. მაგრამ იმ პრაქტიკასაც თუ შეეჩვევი, აი მედიტაციებს რატო იწყებს ხო ადამიანი? რაღაცა სახით არ ვიცი. რომ შენ მარჯვენა აი იმ ყოფიერებაშიც, აი მარტო ყოფიერება იყო. ყოველგვარი ფორმის, სიტყვის, ფიქრის, რაღაცა ქმედების გარეშე გესმის? ყოფიერებაში რომ მიეჩვევი ყოფნას, ანუ აწმყობა ხარ. განაწყოში ხარ, შენ ხარ აწმყობა და ეგ უკვე რაღაც აი იდენტიფიკაციები ქრება. უკვე შენახარი ის იმ პროცესში და მან სწავლება იბადება. აი ისეთი უნიკალური არხია, რომ შენი კონკრეტული შენ სიტყვას ძალა აქვს, იმიტომ რომ რასაც ამბობ, შენი გამოცდილებიდან ამბობ და ყველას რეალურია, ხო, არ არის რაღაც სხვის მიერ ჩადებული. ხო. და რა ან თუ გაქვს რამე შენ გამოცდილი ან იცი, აი დაცარიელებისთვის რა გზები არის ეგეთი საჭირო, რომ ზოგისთვის შეიძლება ეს იყოს რაღაცეების უბრალოდ გააზრება და ფიქრი. თუნდაც აი ეგეთი ადამიანის წიგნის წაკითხვა, ვინც მაგ დონეზე მივიდა და რაღაც გააზიარა და შემდეგ მე მქონია გამოცდილება რომ ვკითხულობდი სულაც შორის სუფიურ პოეზიაზე მქონდა ეგ ცრემლებიც კი წამოსვლია ზოგ ლექსზე იმდენად ვიგრძენი აი ეს მუხტი რითიც დაიწერა ეგ აქვს სუფის რაც საოცარი მარჯვენა მხარეს გადაყავ ხარ მე თვითონ გული გეხსნება და გული კიდე დაკავშირებულია იმ ზისწრუნ და გული დაკავშირებულია მარჯვენა ნახევარსფეროსთან ეს თინათინია იმან სულიცის რო ღმერთი რა შემოქმედით სუც როგორ იზავდა აი კითხვის ნიშანი მან და არ არის და მარცხენაში სულ კითხვის ნიშა ჩვენ საიდან ვიცით ხო, რა გარანტია გვაქვს რომ ეს მართალია და სულ ეჭვი და აქ არის განცდა, ხო, აი მინდობა და განცდა. და ჩემთვის აი მაგალითად პოეზია ძალიან მაგარი იყო. ფილოსოფიის კითხვაც გარკვეულწილად ეგ მომცა. მუსიკა, არ ვიცი, უბრალოდ დაკვირვება აწყოზე. შენთვის რა აწყოში გაყვან, ხო. ჩემთვის იატაკის მოწმენდა. ვა. იატაკს რო წმენდი, წარმოვიდგინე რაღაცა 400.000 კვადრატული სახლის იატაკის მოწმენდა. აი რაღაცა უზარმაზარი სასახლის. წინ და უგან, წინ და უგან. აი და ხარ აწყოში. მაშინ მომდიოდა ესე დაუნლოდი უკეთდებოდა ესე ზღაპრები მაშინ დავინახე. განავფიქრობდი, ხედავდი. თუ იმ მდგომარეობაში არ ვიყავი, ვერ. მაგრამ მე ისე ვიწყებდი ხო. ამას და თავიდან გჭირდება რაღაცა მეთოდი. მე შეგიძლია იპოვო რაღაცა, არ ვიცი, სხვადასხვა მედიტაციური მეთოდები. ნებისმიერი რაღაცა არ ვიცი. ქრისტე რო ამბობს, რომ ხეს მოჭრი და იქავარ, ქვასაწევ და იქავარ. შენს რა უნდა გააკეთო? ან თუ არ ვიცი, აი შენს ბუნებასთან ახლოს ყველაზე მეტად რაც უცებ რაღაცნაირად დაგაცარიელებს იმ შენი დამახსოვრებული ისტორიებისგან. იმიტომ რომ შენ ხო დამახსოვრებული ისტორია არ ხარ. არა, ხო, ის უბრალოდ იმ ბარგს ატარებ ტვირთად, რაც უნდა მოიშორო მერე. ხო, ცოტა ხანი დაწყნარდი. იმიტომ რომ ადამიანი მარტო შენ რა ისტორიის ხაზი გქონდა და რაც დაიმახსოვრე, ის ხო არა ხარ არა? შენ ღვთიური ნაწილიც გაქვს. სხვა შესაძლებლობებიც გაგაჩნია და შენ იმ ღვთიურ ნიჭებს უნდა ეზიარო. ის როგორც მემკვიდრეობა ისე გამოგატალებს აი ეს შემოქმედებითი ენერგია და ნებელობა. აი შემოქმედებითი ნებელობა.
ეს ხო უნდა მიხვდე როგორ გამოიყენო არა და ის თუ ცოტა ხანი არ გაჩუმდა ეს არ ჩდება ორი ღმერთი ვერ გეყოლება ვერა ხო სანამ აკონტროლებ რაღაცებს ხო იქ შენ გუძრფელი ვერ იქნები დაახლოებით როგორ დავინახე იცი ეგ ხა მეც აზრი გამექცა და მეკარგა აი თუ გამახსენდა ვიტყვი რაღაც უცბად დამავიწყდა შემდეგ აი უკვე საბოლო გამახსენდა რაღაც უნდა მეთქვა მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფერო ხო თქვით და ზუსტი სიტყვა არ მახსოვს შეიძლება იცოდეთ ტვინში გვაქვს რაღაცა შუაში რაც ათანხმებს ამ ორივეს რაღაცა ნაწილი ხო რომელიც იხსნება რაღაც სუნთქვებით ან რაღაც მაგრამ ხო და თან გამახსენდა ეხა აქედან რა უნდა მეთქვა ის კიდე რაც დავავიწყდა დაახლოებით როგორ გავიგე ეს ნათქვამი რომ უნივერსალური ესე გზა არ არსებობს მაგრამ რახან ქრისტე ქვის ქვეშაც არის და ბალახშიც და აქაც ყველამ უნდა ეძიოს გზა ანუ თავარია დაიწყოს ძებნა და იპოვის ვინც იწევს პაულოს ხო ესია ხო ვინც არა და გააგრძელოს ძებნა იგივე პრინციპი გადმოდის ამ შემთხვევაში ფიქრებში იქ ვერ იპოვ იმიტომ რომ იქ არ არის არ არსებობს ანუ რაღაცას რომ ითხოვ რაღაცის ძიება რო გინდა კითხვას სვავ და ჩუნდები ხო უნდა დაინახო რასაც ეძებ ის დამალული როცაა შენ წარმოიდგინე როგორი აწყოში ყოფნა გჭირდება რომ დაინახო არ გამოგჩეს თორე სულ გვერდზე ჩაული მანდ ინტუიცია ძალიან ძლიერდება და ნენელა ამ ინტუიციის ხმა რო შემოდის ხო აი იმას უსმენ და ინტუიცია 9 ჯერ კი არ გეტყვის რაღაცა მესიჯს ერთხელ მოგიტანს და მოგიტანს ძალიან რბილად და იმდენად აწყოში უნდა იყო რომ ის არ გამოგრჩეს შენ ხო უნდა ყურადღებით სახში და როგორ ანსხვავებ ინტუიციას სიტყვაზე აი ამ ეგოს ძახილისგან ანუ როგორ უნდა მივხვდე რომ ეს არის ინტუიცია და არა უბრალოდ ჩემი ფიქრების მიერ შექმნილი რაღაც ილუზორული ეგო არის რადიოსავით ჩართული არ ერთვება მოძალადეა გიმტკიცებს არგუმენტები აქვს ინტუიციით რაღაცა ნახე ინტუიცია ღმერთი და ეშმაკი ერთი და იგივე ფსიქიკას იღენებენ ხო და ერთი და იგივე სიტყვებით საუბრობთ ქართულად ჩვენ და ერთი და იგივე ემოციები ხო ერთი და იგივე შეგრძნებები მაგრამ აი ნახე ზეცას აი ეს დამოკიდებულება აქვს ჩვენთან ზეცისკენ კარებს ჩვენ ხსნით ის არ შემოგინგრევს არასდროს მაგრამ ენერგიით მესიც გამოგიგზავნის და თუ ყურადღება იქით გაქვს მიპყრობელი გაიგებ ამიტომ გააჩნია შენი გაცნობიერებული ყურადღებით რასთან ახარ დაკავშირებული და სულ ამას ვიმეორებ ეს არის შინაგანი ძალაუფლება ადამიანში აი და მისი გამოყენება აი ამისი გაგებიდან იხსნება ყურადღება თუ შენს ხელშია როგორც რაღაცა ხო იარაღი კი არა აი კვერთხია ბესმის ადამიანში შენს მეფობას ეგ შენს პატრონობას ეგ განსაზღვრით თუ არა და ნებისმიერ ადამიანში ფიქრები ისე არიან მიჩვეული რომ ეგ კვერთხი გაიტაცონ და სადაც უნდა იქიფრინონ გესმის სადაც თვითონ უნდა იქით წაიყვანს ყურადღებას კი არ მოყავს ის უკან და შენ როცა მაგ გდადეთ ახლა ეგ სათამაშო არ არის შენ რო ხელში აიღებ მაგას გაცნობიერებულად გონება და სასიცოცხლო ენერგიები მასთან არის მიბმული და დაკავშირებული ისინი სხვაგან კი არ იქნებიან ამიტომ ყურადღებით რასთანაც ახარ დაკავშირებული იმას ემსგავსები და იძლიერდება შენ. ხო, ანუ ძალიან რთულია ვერ განასხვავო, ესე იგი ინტუიცია იმისგან, ხო, აი ძალიან აი ფსიქოლოგია, ინტუიცია ესეთი არ არის, ხო გითხარი და. თუ მოვიდა იგრძნობ, რომ ეგ არის, იმიტომ რომ იმ დროს შენ ხარ მმართველი შენი თავის და რაც ხდება შენში ეს ვთქვათ. და მე რა აი ეხლა თან ხო ვახლოვდებით უკვე მე-6 ბ7-ს და აი მე-5 ხო აი მაკეთ უკვე რა ხდება, აი აქამდე ქონდა წარმოდგენილი რომ აი ეს უნდა მოხდეს ეს შეერთება დაბალანსება შუა წერტილის პოვნა მე ოდნავ შემოქმედება და მაგრამ ვერ ხვდები აი მე-7-მდე რა ეტაპები არის უკვე აღარ ვიცი ესე არ ვიფიქრია მაგაზე და აბა აი მოდი მე-4-ზე ერთ რაღაცას აღვნიშნავ თუ არ ვიცი მსმენელისთვის შეიძლება საინტერესო იყოს თავიდან მიკუთვნებულობაზე აღნიშნე რაღაცა
მიკუთვნებულობა ძალიან ძლიერი საჭიროება ადამიანის ფსიქიკაში. დაბალ განვითარებაში, იმიტომ რომ შენი დაცულად გრძნობ თავს, როცა თემს მიეკუთვნები, ოჯახს მიეკუთვნები, სამეგობროს მიეკუთვნები, ქვეყანას მიეკუთვნები, დაცული ხარ. მეოთხე საფეხურზე აი შენი ძველი მე ის qalbi იდენტიფიკაცია, რომელიც არ არსებული იყო, ნენელა სიკვდილს განიცდის. იმიტომ რომ საშინელი დიდი დოზები, ჩამორღვევები ხდება, ხო, ეგოსი, დაჯერების სისტემები, რომელიც აბსოლუტური ტყუილი იყო და შეიძლება ისეთი კუთხეში იყო იქ მიმალული, გესმის? ერთი რაღაცა დაინახე თუ არა და ჩამოიყვა მთელი ის მიხვა, რა ქვია, პლიადა რაღაც ისტორიების და შენი საქციელი ერთ დღეში შეიძლება რომ შეიცვალოს, გესმის? და თან გეღიმება უკვე. მე პირველ რიგში ამაგას გეტყვით, რომ ამ პროცესებს, რაზეც ჩვენ საუბრობთ, წლები და წლები სჭირდება. მე ყველაზე მცირეს გეუბნებით თითო საფეხურზე გადასვლა 7 წელი უნდა. აი მარტო რომ უდაბნო გაიარო, გესმის, რომ დააპრაქტიკო. მაგრამ უდაბნოს ბოლოში გართულდება ყველაფერი. შენ კიდევ რაღაცა ახალს უნდა მიხვდე, რომ შემდეგზე გადახვიდე, გესმის? და ნუ გექნებათ მაგისი მოლოდინი, რომ ან ვინმეზე უკეთესი იქნები, როდისმე აი ან დღეს და ხვალ ყველაფერს ან კიდე მარტო კარგი გექნება. იმიტომ ვერ აღწევს ადამიანი და ვერ აი ამ გზაზე ჩავლილი ბევრი უნახავთ და ამომლელი, რავი, არავინ. ან ერთი. იმიტომ რომ რა ვიცი, ძნელია. ნუ ვეხუმრებით რა მატერიას. იმხელა გრავიტაცია აქვს, შენ ყურადღებაზე ქვევით წევს, ეხლა გინდა ახტი და გინდა დახტი. და ის შენი პროგრამა არასოდეს არ იცვლება. იქ შენი ჩრდილები და სისუსტეები ყოველთვის ისე არის ჩაწერილი, როგორც იყო ჩაწერილი, გესმე? კი რამე კი არ იცვლება. უბრალოდ შენ ახარ იმისი მართველი და რო გაჩნდება, იმაში კი არ იკარგები, იმისი ტრანსფორმაცია და მართვა შეგიძლია, გესმის? კი. ხო და ჯერ ერთი რო სწრაფად არ ხდება. და მეორეც ერთი აი ცოტა რთულია, შეიძლება ისეთი რაღაცა დაკარგოს ადამიანმა ამებდაზე. აი ყველაზე საყვარელი ადამიანი. არაჩვეულებრივი. სახლი, სადაც გაიზარდე. ქვეყანა. რასაც არაფერი არ იყო, არავის არაფერი არ უშავდებოდა და ესე ფიქრობ, რომ აიას რა საჭირო იყო. და ისე უკაჩავს გესმის ქვევით იმ აწყობიდან, სადაც რეალობაში ღმერთს ემთხოვი, იმიტომ რომ არ წარსულში და არც მომავალში ღმერთი არა, იქ წარმოსახვა ორივე ეშმაკისა, ფანატიზმი, ფანტაზია. კი. უნდა ხელი გაუშვა. იგლოვე. ისიც იგლოვე რო კვდები. და ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და მეუბნება, რომ რაღაცები, აი რა ვიცი, იმდენი გავიგე და აი ისეთი თვითრეალიზაციები აქვს და ისეთი სიფხიზლე და ისეთი სინათლე შეიტანეს და ფსიქიკას ისეთი ლამაზად და რაღაცა ისეთი აწყობობაში არიან ადამიანები ჩავარდნილი და აი ეს შიგნით რა ტირის. აი ისევ დეპრესია მაქვს, მეკითხებია. გლოვა, ეგოსი, ის კვდება. იქცენ. სიკვდილს გლოვა უხდება. და არ დაიკარგო მაგაში. და არც არაფერს აღარ ჩამოეგიდო. აბსოლუტურად არაფერს. არც ველს და არც მთას. არც სახლს და არც ურთიერთობას. არც მეგობარს და არც სადაბოს. აი ბრძნობ ზუსტად რასაც იძახი და საიდანაც იძახი მაგას. და წინ წახვიდე. ხო. იდირე და დაინახე ეგ ცრემლები. გემოგაუსინჯე თუ გინდა ფიზიკურად. იგრძენი, ბადივი იცი. არ გაიქცე. სადაც გაიქეცი, ხო წაიქეცი. არ გაიქცე. და იმიტომ გეუბნები, მე რა ვიცი,
ჩემში გლოვას, ამის გამოგლოვებას რამდენი დრო დაჭირდება? ჩემ შემთხვევაში ერთ რაღაცის გლოვას 5 წელი დაჭირდა და თქვენ თუ სწრაფად ისავთ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. გაიქცე გლოვას. ეგ დეპრესია არ არის და ერთმანეთში ნუ გვეშლება რაღაცები, რადგანაც როგორც დამახსოვრებულია, სხვა ინფორმაცია ვერ ხო, მოვწებნეთ. გლოვას უსხვა რამე არის, ძალიან ლამაზი და ღრმა მოვლენა არის, საერთოდ. თუ ჩახვები, ხო, თუ რამის მოიტანს შენს გარევზე ცხოვრება, მეოთხე საფეხურზე უკვე ესმის მშვიდობას როგორ ინარჩუნებს ეს ადამიანი. თუ აქ ახარ, ესე იგი ჩემთვის ხარ. აბა შეეწინააღმდეგე თუ გექნება მშვიდობა. უნდა ჩახვე. და მაგას ვერავინ ვერ გადაახტებით. ხო, მინდობასთანაც ხო არის კავშირში. ანუ როცა ნდობა. რეზისტენტული ხარ, არ ენდობი პროცესს ხო. და ისევ ქაჩოსი, მაგრამ თუ მიენდობი, აი ხელგაშლილი ეგებები მაგ მოვლენას ცხოვრებისას რა. ხო, იტყვი რომ შენ უკეთ იცი მაღალო ხმე. ხო. იმისთვის რა ჭირდა. ახ ეგ ძალიან სასწაული მდგომარეობა არის. მეხუთეზე მასე გადადიხარ. სანამ გადახვალე გექნება. და შენ ხო მაგას ვერ იმასიზავ, რომ მოდი ეხლა ისე იჭკვიანო იეშმაკო. ხო, იქნება ესე. არიდო რაღაცას. ჯრავი თუ ამ გზას დაადექი და შენ იქ კონტროლს ხელი უნდა გაუშვა. და ნენელა ნდობა იზრდება. და ნდობა რო იზრდება, აწყოში მეტად რჩები და არაფერს აღარ გაურბი ხარ. და რო ენდობი ყველაფერთან, შენს მაქსიმუმს აკეთებ. ისე იბუქსავე როგორც შენ გინდა რა, რისი გეშინია, სხვები როგორ შეგაფასებენ თუ ღმერთი როგორ გაგწირავს. ანუ რა ვიცი, ყველა ჩვენი სიჩქარე გაქვს, მე ყოველთვის ვამბობ, მოჩქარეს მოუგვიანდესო, ნელა გააკეთე. ოღონდ სისტემატიური იყავი. კიდე მიდი და კიდე უტრიალე და კიდე შეხედე და კიდე იკითხე. და ზუსტი იყავი. ისიცა თქვი, მას არ მოვეშვები, სანამ არ დავინახავ. და აბა სხვა რა გზა გაქვს, რას იზავ სხვას? ხო, იმ სიჩქარითაც ისევ შეიძლება შეცნო და გემართოს და ისევ მობრუნება მოგიწიოს და იგივეს გაკეთება. აი ეს კუნფუ პანდაში inner peace. Inner peace და ყველანი უნდა გაჩვომდნენ. და ის როგორ მიაღწევს? მიიღებს იმ ხელადგილს, კონფრონტაციას უკეთებს. ეპიცენტრში რო შეხვალ. მიხვდების რატომ მოხდა შენთვის. ხო. ძალიან რთული და ემოციური არის მეხუთეზე გადასვლა, მართლა ვიგრძენი ხათუნა რასაც იწახდი და საიდანაც და არ მინდა ვთქვა, რომ გონია რომ აი მაგ მდგომარეობას უბრალოდ აი ესე დავლანდე სადღაც და ვერ შევეხე. მაგრამ ვხვდები რას გულისხმობ და საოცრება მართლა. დაცული არის თამაშო, ჭკვიანი არის თამაშო. ხო. არაფერი არ უნდა იყო. ნახე რას მივყვებით, შენ ხდები არავინ და ის ხდება ყველაფერი. ხო. და მეხუთე ეგ არის? მეხუთე ნახე, შენი გული ისე იხსნება და იმდენად აწმყოში ხარ. ბაჯაღლო ოქრო გაქვს და მეხუთე ადამიანს რა ქვია, იცი, კმაყოფილი. აი, ეს სუფიები ისე იდიოტებს რა იცი, კმაყოფილი. ხო. იცი რატო აკმაყოფილი? შიშმა იმ დონეზე დაიკლო და იმ დონეზე აწყოშია და იმ დონეზე არაფერს არ გაურბეს და იმ დონეზე დასაკარგი არაფერი არ აქვს. და ესეთია, მე თუ ამას ცუდი არ დავარქვი, სად არის პრობლემა? და აღარც არქმევს ცუდს, მაგასაც მიეჩვია. განარამე მოლოდინები აქვს, ან პოზიტიურად აზროვნებს. არა, ხო. ნახე? მარჯვენა ნახევარსფეროდან სპონტანურად ცხოვრობს, გესმი? და ბედნიერია ყველაფრით. ანუ ის შეამჩნევს, რომ ვა, სიცოცხლე თავისით იცხოვრება. ეგ რამდენიც გინდა ვიღაცას უთხარი, ეგ სიტყვები არის აბსურდი. მაგრამ შენ რომ აი, რაც უფრო მეტად ხარ აწყოში და დაცარიელებული ბევრი ინფორმაციისგან, მაგ არაფერს აღარ ეძებ. იცი რომ დამკვირვებელი აქ აღარ არის საჭირო. დამკვირვებელი არის დროებითი მენეჯერი. რომ იგიყვანოს კონკრეტულ ეტაპამდე, ხო? აი ეს დროებითი მენეჯერი, რომელიც ისეთი გაცნობიერება ყურადღება, ესეთი იყოთ მოსიყვარულე, გამგები, უახ, ეს გაჩნდა? აქედან რა ვსწავლობთ? აბა ხალხო, ეხლა აქ დავჯდეთ და რაღაცა, აქ ეს რას ნიშნავს? ის ტორტის ნაჭერი რო შეჭამე ქშიო და თუ ემოციური სიცარიელე ქონდა ესეთი ეგ. და
აი იმდენად ახარ მიჩვეული მაგას, აი იმხელა სინათლია ხედვა ისე გაქვს გახსნელი სიმართლის მიმართ, მოვლენების მიღმა რაც ხდება ისე ხედავ და აღარ ეფლობი. თუმცა ნახე self ისევ არსებობს მეხუთეში, იცი? არის ჯერ ხო. ისევ გლოვობ, როცა საყვარელ ადამიანს დაკარგავ, იცი, ახლა თმე რაღაცა ისტერიკით კი არა, იქ სიყვარულის ცრემლებში გადაგაქეგა. სხეული რო გტკივა, ისევ გტკივა, მაგრამ ჩერდები და ესთიღა. მეტკინა, ვიგრძენი, რაღაც, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი არის გონების პროექცია, ყველაფერი შესანიშნავად არის და თვალსა და ხელშუა უცებ შენი სხეული ჯანსაღდება. იქვე, მართლა გეუბნები. და აი იმდენი მიზეზი, ამდენი პრაქტიკისგან, ამდენი აწყოში ყოფნისგან, ასეთი მინდობლობისთვის ის და ესეთი ერთგულების შემდეგ შენ რაც გინდო და იმდენად თავის დროზე ზუსტად უნიკალური გზით ისე გეძლევა აი ეს, აი წყაროდადან სათავედან აი ეს თაფლის უჩამოდის უსუფთავესი გზით, ყველაზე უნიკალური გზით, რაც შენი არხისთვის მისაღებია. ღმერთი გიყვარს. და ღმერთსაც უყვარ ხარ. მაგ ეტაპზე ის არის შენი სადრფო. ხო. ანუ სუფიების მდგომარეობა ეგ არის ხო. ყველაფერი ღვინოში და რასაც ეგ მაგაზე წერენ. იცი, სანამ მაგას არ იგრძნობ, ვერაფრით ვერ მიხვდები საპირისპირო სქესზე, მაგრად ღმერთი როგორ უნდა გიყვარდეს, ეგ უნდა იგრძნო შენს გულში. და გული როგორი გიხდება, იცი, ესეთ ადამიანს გული აქვს ოქროსი. აი, ოქროს გული, აი ესეთი ადამიანი. ეხლა ეგ რას ნიშნავს? რაც გინდა მოხდეს, იმხელა ეგ სიყვარული ნდობიდან გამომდინარე, აი, იცი როგორ გიყვარს, იცი სადა ხარ ასული, იმიტომ რომ არასდროს არ გიღალა. ხო. და თან ისეთი სრულყოფილი უნიკალური, თან ისეთი იუმორი აქვს და თან ისეთი სიბძნე, თან ისეთი მისტერია, თან ისეთ ინტერესს გიტოვებს, რომ შენ არ მოგწინდეს ესეთი ხარ, ოახრა, მაგარი ხარ, რა მაგარი ხარ, როგორ არ გიყვარდეს, როცა ესეთი გახდე იმ მომენტში, აი ცხოვრების, აუ რა მაგარი ხარ. და ეს მომენტები რო ბევრი გაქვს, რო რა მაგარი, ბიჭო გიყვარება, როგორ არ და თან არიცი, აუ აღარიც მგონი ეგ ენერგია საწაიყო და მაგ დროს ხდება ეგ ლექსების, ანუ ეგ შემოქმედება თავისით ხდება. კი, აბა რა, ის გადმოდის შენგან, აი როგორც თაფლს შეხედავ, შენგანც ეგ თაფლი მოდის მე. ვახ, მაგის მე რაღა არის. აი ანუ ეგ ხო ერთგვარი რა ესე ვთქვა გასხივოსნებას მიახლოებული რაღაც ისეთი მდგომარეობა არის და ჯერ არ არის გასხივოსნება. ხო. მაგარი кайფია, ნეტარება გექნება, შენგან ამიტომ შვიდობიანი და მადლიერი ხარ, იმიტომ რომ მეოთხეში მადლიერება შემოდის, მდიდარი ხდები, იმიტომ ხარ ესე ქაოსს აწყნარებ შენი ენერგიით. აი მეხუთეში თან ისეთი მანიფესტაცია შეგიძლია, რომ გლობალურ მოვლენებზე გადადიხარ. მაგაზე საუბარი არ შეიძლება. მაგრამ ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ შენ რაღაცა განსაკუთრებული ძალაუფლება გაქვს და სხვას არა აქვს. ეგ არის სისულელე და ტყუილი, წმინდა წყლის. იმდენად სუფთაფურცელი ხარ და ისეთი გასუფთავებული ფსიქიკა გაქვს. რუიტყვი ადვილად სრულდება. გესმის? ოღონდ მეხუთე საფეხურზე რატო ბედავ მეტად იცი ასეთ მოვლენებს შეხო რომ პროცესები გამოიწვევ. იტყვი ახლა შენ არ იცი როგორი გზით მოხდება და როგორ მოხდება. მაგრამ მონაწილეობას იღებ, იმიტომ რომ აი სიყვარულის ემოცია იმხელა გაქვს რომ ყველაფრის განზავება შეგიძლია. აი წარმოიდგინე, ეს არის ადამიანი, რომელსაც შიგნით აქვს ჩამონტაჟებული სინჯარა, რომელიც არის გადავსებული სიყვარული და რაც გინდა ესროლოს ცხოვრება, აზავებს შიგნით. აი მაინც აქცევს სიყვარულს. ხო. ბოლოში მაინც გაიყვანს სიყვარულამდე და იმ სიყვარულს კიდე ყოველთვის სიბძნით სიბძნის გარეშე არ არსებობს. ეს უმაღლესი ინტელექტუალური და ემოციური ცენტრებია ესეთ ადამიანში გაღვიძებული, გესმის? და ღმერთი გიყვარს. და არასოდეს კითხვის ნიშანს არ უსვავ. რაც ხდება, ეს რატო მოხდა? ან ხო შეიძლება სხვანაირად მომხდარიყო. რაც შენ გინდა, მეც ის მინდა. და არ ღალატობ და იცი რა მაგარი, აი ადამიანის გულს რაც ანგრევს ორი რაღაცა, განსჯა, კრიტიკა და ბოღმა. არასოდეს არაფრით აღარ იბოღმები.
მაგრამ ამ ეტაპზე თუ მაშინ ეგ არის რომ აი იყოს ნება შენ და რაც შენ გინდა ეგ იყოს და თუ მერე შენ ეგ შემოქმედებით უნარი გაქვს თითქოს პარადოქსული არ გამოდის რომ თან შენ ერევი მაგრამ თან იმაზე ხარ მინდობილი და მანდ უკვე გესმის რომ აი ზუსტად მანდ მიუახლოვდები რომ ეხლა ჩერდები და ეს აი არ ვიცი შეიძლება არ ჩერდები სიარულის დროს უცე მივხვდები რომ მე ვინა ვარ რაღაცა იმისი შვილი იქ პეპლები ესე მომწონდა სოკო მიყვარს საჭმელებიდან ვა ეს ჩემი საყვარელი მეგობრები იმისი დედა ამისი ის გამოცდილება და ხწები ეს ხო ისტორიები ვარ აბა ვინა ხარ თუცებ ხდები რომ იქ ორი ვერ იქნება ზედაპირზე ესეთი წარმოდგენა თითქოს ხარ და სახელიც კი დაკარქვეს ეხა მივხვდი ხო რა გულისხმობ სინამდვილეში ერთადერთი რაც სულიყო არის ის რაც არის ვინც პადებს ამის შესაძლებლობას ვინც უყურებს მერე და რასაც უყურებს და ხედველი რასაც ხედავს და ხედვა ერთი და იგივეა ეხა გასაგებია კი სუფთა სარკეს თუ თავის სახე ექნება იმან როგორ არ ეკროს ერთი და იგივე ხდება ნიშნულობა აღარ აქვს ეს რამეა ყველა საზღვარი მოშლილი არის ერთი არის შენც და ის აი მეხუთეში თუ უკვე მიდიოდი იქიდან და ის სულ ფაქტიურად მაგისი პრაქტიკა იყო ყველა წინასაფეხური ჟურნალია შემდეგ ისი რომ გეგმების გარეშე ცხოვრობ და ემთხოვი და რაც არის არ გაურბიხარ აი აქ დუბის ისეთი კულმინაცია შენ იქ საერთოდ არ ახარ და ვინ ვისენდოს ან ვინ არის მკეთებელი ან შენ ვინა ხარ საერთოდ და აი უცებიც როგორი რაღაცას მიხვდები აი მე გესმის რომ როცა ტყავი გავიხადე უკან მოვიხედე და დავინახე ის ვარ მე შენ ხარ ღმერთის სატრფო იმას უყურე და შენც გიყვარს ის და რაღაც აი წარმოგიდგენია რომ რუსთაველი ვეფხისტყაოსას იწყებს მაგლიველიდან მაგის ახსნი ხო უკმანდარი უკვე 6-დან იწყებს და სახელი ქვია მეშვიდესი რუს თავი ანუ ეს ქვეყანა არის რუ იმისი სათავი არის ღმერთი და ელი არის ღმერთის სახელი ხო ელ ანუ იქ არ არის კაცი დარჩენილი ღმერთმა დაწერა ეგა ის იყო სუფთა არხი აი ნახე თავიდან როგორ დაიწყო ნამდვილი მიჯნურობა ის სატრფოა ღმერთის და ღმერთი უყვარს beloved and loved and beloved ხო ანუ სუფიზმის უმაღლესი კულმინაცია და აი ამ სუფთა არხში ამას რა უნდა არხს არაფერი არ უნდა არხი საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს უბრალოდ ფორმაში თავის თავში გაიღვიძა იმან იცის ვინც არის იქ სხვა არ არსებობს მე ვარ ის ვინც ხედავს მე ვარ ის ვინც ხედვის საშუალებას აჩენს და მე ვარ ის რასაც ვხედავ სხვა არ არსებობს და იქიდანაც თქვა მეშვიდე ლაპარაკობს მეშვიდე უშუალოდ ის არის უკვე მეშვიდე უკვე სიტყვიერათაც რთულია ვხდები რომ აი ეგ შემოსა სიტყვები აღარ აი არის უკვე მაგითი უნდა აი იქ უკვე მორჩა სიტყვები იქნება ძალიან წირე რაღაც მცდელობები რომ ეგ რაღაც ახსნა და ვერ ისა მაგას მე 6-ში კიდე და მე 5-ში შეგილია ახსნა ხო აი ზოგადად აი უკვე ნენელა მიდიხარ იმ იქითკენ რომ თუ ამბობ და აკეთებ იმიტომ კი არა რომ შენ გჭირდება იმიტომ რომ სიყვარულისთვის იმიტომ რომ აქ თუ გაიღვიძა მე ხომ მინდა რომ შენ მაგ არხშიც გავიღვიძო
ხობუნებრივია. იმ სიყვარულს სახურება უნდა, მაგრამ სახურებაც არ არის. რავი, სხვანაირად შეძლებ. იქ გმირიც არ გქვია, იმიტომ რომ ეგ გმირობა რაღაცა. ანუ ეგ ხო ისევ იდენტიფიკაცია შემოდის და სულიერი ის არის, რა ქვია, რაღაცა იდენტიფიკაცია ისევ. ანუ მან ორი არ არის და რა გექნება, ვერ გავიგე. რაც ხდება, ის ხდება. აი ნენელა შეამჩნევ, რომ რაც უფრო მეტად ეს კარები არის სულ მარჯვენა ნახევარსფეროდან გახსნილი. ზეცად აი ფოტონი აქედან შემოდის ყიფლიდან სულის საჯდომი სადაც არის და ის რაც იკითხეთ შემაკავშირებელი არის 12 ჩაკიდული ნერვი, რაც აკავშირებს მაგათ ერთმანეთთან. 12 ჩაკიდული ნერვი. კი. რა სიმბოლურია? ხო, 12 მთავარი ნერვული ის არის წნული მან ერთდება. აი ძალიან ადვილია, იცი, როცა არ გეშინია რაღაცების, იმიტომ კი არა რომ იგნორანტი ხარ. ზედმეტად არ ერევის სხვის ცხოვრებაში, იმიტომ კი არა რომ სრულებითაც არ გაინტერესებს. აი კარგად იცი რომ ყველაფერი ისე ხდება როგორც უნდა ხდებოდეს ყოველთვის. კი, როგორც საჭირო. არაფერში არ გჭირდება ჩარევა. იმისი საბირწონე ცოდნა შემოიტანე, რაღაცა პროცესია მოქმედე, სიტყვა თქვი, სწავლება, არ ვიცი, აი საქმე გააკეთე იმისი საბირწონე. სულ პედოფილიზმზე ვერ ილაპარაკებ და იმის ბრძოლაში ვერ იქნები. ეხლა სისუფთავე შემოიტანე და სწორ ურთიერთობებზე დაიწყოს, რომ ადამიანება იცოდნენ ჩვენ ერთმანეთს სწორედ როგორ მიუახლოვდეთ, ისე რომ სუფთად დავრჩეთ. ხო, ის ვიბრაცია რო გააგრძელო კიდე შენც. რა თქმა უნდა. და მიშვიდე უკვე არის წვეთში ოკეანე იხსნება. წვეთი აღარც ირქმევს, რომ წვეთია ფორმალურად ჩდება. იქ ოკეანემ გაიღვიძა და ის თავის საქმეს აკეთებს და იმან იცის, რომ სხვა არც არასოდეს არსად არავინ არ არის და არც ყოფილა. და ქართული ზღაპარის, აი უბრალოდ გენიალურობა რა. გარდა იმისა, რომ ჯერ როგორი სათაურით იწყება. ანუ მოკლე შინაარსი, ანუ თავარი მესიჯი მოგზაურობის. იმ დღეს გავარჩიე ღვთისავარი. სახელს შეხედე რა. ღვთისავარი. და იქ რაღაცებს რომ აკეთებს, წერილებს წერს ხოლმე ტოვებს, რომ ამის გამკეთებელი ღვთისავარო. ესე ამბობ. მერე გადააკეთებს ამის შემქმნელი ღვთისავარო და ბოლოს ამბობს, ეს ღვთისავარობა რაღაცი მჭირდება. საერთოდ სახელს მოშალა საერთოდ. მერე იწყება ისეთი წინადადებით, რომ ესაც ვერაფერი ვერ შეედრება, მაგაზე კარგად რავი, ახლა სიმართლეს ვერ იტყვი ვერანაირად. იმიტომ რომ იყო და არა იყო, რა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, ახლა მაგაზე მაგრად ვერასოდეს ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის. და ბოლო ნახე როგორ მთავრდება. ეპილოგი კიდე უფრო მხეცია. ჭირი იქა ლხინია, ქაქატო იქა ფქვილია ქა. დუალიზმი შემოაქვს ისევ. ახლიდან იწყება შემდეგი ზღაპარი 2 სანტიმეტრში. სასწაულია, მართლა როგორ მარტივად არის ეგ ყველაფერი ჩვენივე ცხვირწინ. ხო და იცით, აი ყველაფერი თან ისეთი სამართლიანია, აი რაც უფრო მეტად ხვდები სიცოცხლის სამართლიანობას, იმიტომ რომ ჩვენი ეგო დაჭრილი რატოა უსამართლობის ჯერა და ჩვენ ვართ დაკოდილი არსებები, ხო? და იქიდან ვერ გამოვდივართ, იქიდან ვაშუქებთ და იქიდან ვესხმით ან საკუთარ თავს, ან სხვას. იქიდან ვქმნით არასწორ სამყაროს და არც კი ვიცით, რომ შემოქმედები ვართ და ჩვენ შევქმნით ის, რასაც ეხლა ვებრძვით. ჭიშმარიტება კიდე რა არის? იქ გახსოვს შენი თავი. იქ მეორე აღარ არსებობს, იქ დაყოფა აღარ არის. იქ შენს თავარი ბუნებიდან ცხოვრობ და უსასრულობამდე, რა ვიცი ახლა, აი კიდე რა ახალი გეგმები აქვს ადამიანში, რომ სულიერება გაიღვიძებს და იქ რომ მახსოვრობა
მე რისთვის ამზადებს ღმერთი ამ თავის თავს ამ ფორმაში სამყაროში სხვა რა საქმე უნდა გააკეთოს ე კიდე რა ვიცი სცენარი გრძელდება ზღაპარი გრძელდება ხო გესმის მთავარი ეგა რო არ მთავარი well ისტორიას გააჩერებ და ცხოვრებას ჩერდება და რა ვიცი მე აქ ვერ ავხედავ რომ ცხოვრების გაჩერების სურვილი ვინმეს კონდეს ხო და აზრი გამიწყდა, საიდან დავიწყე, აღარ მახსოვს, მაგრამ რაღაც მინდოდა რომ მეთქვა. ხო, აი წლოვანებასთან დაკავშირებით. აი მეხუთე საფეხურზე რომ ადიხარ, შენ რომ ღმერთი შეგიყვარდება მთელი გულით, აი მართლა მაშინ იცი უმაღლესი სიყვარული რა არის? აი რომანტიულ სიყვარულზე ზევით რაც ხო, პიკი სიყვარული. და ზუსტად მაგიტომ მაგას ხო ძალით ვერ გააკეთებ. მე ვიცი რომ ყველაფრის იმიტაცია შეიძლება და დაჯერება შეიძლება. არ გინდა ნუ გადაახტები გააყევი პროცესს მაინც მიხვალ მაგამდე კაცო. უბრალოდ უნდა იცოდე რომ რაც უფრო მეც სამართალს იპოვი ცხოვრებაში და მიხვდები რომ ბიჭო უსამართლო ადგილი არ არსებობს. ეხლა წარმოგიდგენი არა ამხელა მიზეზი გაქვს სიყვარულისთვის და ნდობისთვის ხო აბსოლუტურად. რა გადმოსახედიდან აბარა დანგრეული დანაწევრებული და უცებ აი მთლიანი ხარ, იმასთან მთლიანი ხარ და აი როცა ესეთი სიყვარული არსებობს ადამიანის გულში და ესეთი ოქრო გულიდან იღურება, განარამე სიტყუილებს, კაცო ძალიან კარგად ხედავ, რაც არ მოგწონს და რაც ამცდარია და უგუნურობიდან ხდება, ხო? ისა ხორციელდება. მაგრამ შენ არც გულდაწყვეტილი რჩევი დიდხანს. გული დაგწყდება ეხლა, როცა სხვა არხში ჯერ არ გვეცავს, რაზეა ლაბარაკი. მაგრამ მე ხვდები იმის სამართლიანობასაც 20 წლის ასაკში, რა ვიცი, სილამაზე გაქვს და სურვილები ბევრი, ცნობის მოყვარეობა, რაღაცის ძიების წყურვილი, მე 30 წლის ასაკიდან მე რაღაცა სურნელი გიჩდება, რომ პატარა თიქ დამკვირვებელი გახდე ესეთი რა, აუ რა მაგარია ბიჭო, რა მაგარია, რომ ჩემ თავს მეუფლობ და აი ესე მიდიხარ და 55 წლის ასაკში, ხო? წესით როგორც უნდა ვითარდებოდეს ადამიანი. იმას აი ამ ხელა გულდასაწყვეტი არაფერი არ უნდა ჰქონდეს ასაკთან დაკავშირებით. ეს რამხელა სამართლიანობა შენ ყოველთვის გაქვს ისეთი რაღაცა ყველა წლოვანებაში, რაც შესაბამის განვითარებას და შესაბამის სიცოცხლის აი საფეხურს შეესაბამება და მიზეზია იმისთვის რომ გახარებული იყო გესმის და სიცოცხლე გწყუროდეს და გაინტერესებდეს. ეს არ მთავრდება. ხო, უფრო იფურჩქნება და იფურჩქნება. არ გინდა კაცო 20 წელი რაში გჭირდება ეხლა თუმცა იმას ვერ გადაახტებოდი და უნდა გაგევლო და არასოდეს არაფერი აღარ გეჩქარება. და როგორც გინდა ესე რაღაცა ის გამოიქცა ციხიდან რაღაც ეგ ცუდი ამბავია, მაგრამ იქვე რაც არის, ესეც უნდა იყოს, ისტორია გრძელდება, ესე იგი გმირი უნდა დაიბადოს. ხო. აუ, სიგიჟე არის ხო თუნდა მართლა. ანუ ალბათ რეალობის ყველაზე მაქსიმალური აღქმის ეტაპებიც არის ესენი, რაც უფრო მიდიხარ მეშვიდემდე, მით უფრო ფართოვდება და ფართოვდება, აი პირველი ხო ძალიან ბრტყელი იყო, ხო? კითხარი ხედვა მნიშვნელოვანია მეთქი. ხედვა არის ბოლოს აი ფართოსურას აი 360 იქეთ გასული. დიდი ხედვა გაქვს, სუფთა ხედვა გაქვს, შენ აღარ ახარ ჩარეული შენი დაჯერების სისტემით, იქ აღარ სუფთა არხი ხარ და მე ხვდები რომ აი სად უნდა გაიხედო? აი ყველგან თუ გინდა შეხედე 12 თვეში მზე როგორ მოგზაურობას გადის. იგივე წრედი. აბსოლუტურად იგივე მოგზაურობა, იგივე ისტორია აქვს, მზეს რაც შენა გაქვს. და მე ვერჩი ისევ ახლიდან იწყებს. ისტორია გრძელდება. ხო? საოცარი მოგზაურობა იყო მართლა, შენთან საუბარი ყოველთვის აი ბოლოს ისე მადუმებს, რომ აი ნეტარებაში ვარ რაღაც შინაგან აი წერტილში მიყავარ ხოლმე უბრალოდ ესეც საუბრით და აი უღრმესი მადლობა პირველ რიგში იმისთვის რომ გძნობ ამ ყველაფერს და ისე გადმოცემ რომ მეც მაგრძნობინო. აი ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ აი მეც შეიძლება არაფერი არ თქვა, მაგრამ მესმის რასაც იცახია ეგ არის და უღრმესი მადლობა მის ყველაფრის გაზიარებისთვის გონია რომ ძალიან ღირებული ინფორმაცია
გაჟღერდა დღეს. ჩემი მხრიდანაც უდიდესი მადლობა ამ საუბრისთვის. იცი, ერთი და იგივე პირიდან შეიძლება რაღაცა ითქვას ერთ ადგილას და მეორე ადგილას ვერც კი მოახერხო ორი წინადადება ერთმანეთზე გადავაბა, იმიტომ რომ იქ საუბრის შესაძლებლობა არ არსებობს. ისმის. და არც მივაწვევი. რა მიზნით? აქ იყო. მიხარია ძალიან თუ იყო. გაიხარიხათ უნდა. მეგობრებო, მადლობა თქვენს. ეს იყო შენი პოდკასტი და მომავალ შეხვედრამდე.